არსებობს ერთი მომენტი სამხედრო ისტორიაში, რომელიც ამერიკის საჰაერო ძალასა და ირანის მოძველებულ ავიაპარკს შორის სხვაობაზე თითქმის ყველაფერზე მეტს ამბობს. მაგრამ ეს არ მოხდა 2023 წელს დაწყებული ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დროს. არა, ეს 10 წლით ადრე, 2013 წელს სპარსეთის ყურის საერთაშორისო წყლებში მოხდა. და არ მხოლოდ ის, რომ მთელი ეს დაპირისპირება, სადაც ირანის მიერ მართული ამერიკული მოძველებული გამანადგურებელი უპირისპირდებოდა იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ამერიკულ გამანადგურებელს, სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, არამედ ისიც, რომ ეს ყველაფერი ერთი გასროლის გარეშე დასრულდა. აბა, რა ხდიდა ამას ასე დაუჯერებლად? ამას მალე გაიგებთ. ეხლა რომ სრულად გავიგოთ რა ხდიდა ამ შეხვედრას ასეთ გამორჩეულად და რას გვიჩვენებს ეს ირანის სამხედრო მდგომარეობის შესახებ. დღეს საჭიროა კიდევ უფრო უკან დავბრუნდეთ, ვიდრე თვითონ ინციდენტი იყო. იმ ისტორიამდე თუ როგორ აღმოჩნდა ირანი იმ მდგომარეობაში, რომ 10 წლეულების წინადელი ამერიკული თვითმფრინავებით ებრძოლა უფრო თანამედროვე ოპონენტებს. საბოლოოდ ეს გლობალური გეოპოლიტიკისასა და იმ უხერხული მდგომარეობის ამბავია, რომელშიც ირანი ბოლო რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში იმყოფებოდა. მაგრამ მოდი ინციდენტით დავიწყოთ. იყო 2013 წლის მარტი. ამერიკული MQ-1 პრედატორი დრონი ახორციელებდა სადაზვერო და სათვალთვალო მისიას ირანის სანაპიროდან დაახლოებით 16 მილის დაშორებით, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. პრედატორი არანაირად არ არის საბრძოლო თვითმფრინავი. ეს არის გრძელი, წვრილი პროპელერიანი პლატფორმა, რომელიც შექმნილია დაკვირვებისთვის, თვალთვალისთვის და შესაძლოა ერთი მიზანმიმართული დარტყმის განხორციელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კლასიფიცირებულია როგორც უპილოტო საბრძოლო საჰაერო აპარატი, მისი რეალური საბრძოლო შესაძლებლობები არის გრძელდისტანციური რაკეტების გაშვება ჰაერი ტიპის რაკეტებით და არა ახლო საჰაერო ბრძოლა. გარდა ამისა, დრონი ვერ გაექცევა თვითმფრინავს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 125 მილი-საათში. მაგრამ მას ბევრი რამ შეუძლია დაინახოს და სწორედ ამიტომ გახდა სამიზნე. ეხლა, მას შემდეგაც დრონის შენიშვნეს ირანის საჰაერო ძალებმა 2 F-4 ფანტომი გამოგზავნეს მის შესაჩერებლად. ფანტომი არის ორმოტორიანი ზებგერითი თვითმფრინავი, რომელსაც აქვს გამორჩეული ზვიგენის მსგავსი პროფილი და ისტორია, რომელიც 1950-იანი წლების ბოლოს იწყება. თავის დროზე ის ამერიკული საჰაერო ძალების მთავარი საყრდენი იყო ვიეტნამის ომის პერიოდში და ის თვითმფრინავი, რომელიც ირანმა დიდი რაოდენობით მიიღო შეერთებული შტატებისგან, მანამ სანამ ყველაფერი არ შეიცვალა 1969 წელს. 2013 წელს იგივე თვითმფრინავები, რომლებიც უკვე 50 წელს უახლოვდებოდნენ, ირანის ავიაპარკში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. ტექნიკურად ქვეყანას ჯერ კიდევ ჰყავდა დაახლოებით 40 F-14 ტიპის თვითმფრინავი, რომლებიც ერთი თაობით ახალი და უკეთესი საჰაერო უპირატესობის გამანადგურებლები იყვნენ. თუმცა ამ ორ შორის F-4 უფრო მანევრირებადად ითვლება. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ ირანმა გადაწყვიტა ძველი თვითმფრინავების გამოყენება იმისთვის, რომ შეემცირებინა რისკი და არ დაეზიანებინა ახალი და უფრო შესაძლებლობიანი თვითმფრინავები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საფრთხე მხოლოდ დრონი იყო. ასე რომ ორმა მათგანმა აიღო კურსი პრედატორისკენ. ერთი უკან დარჩა, ხოლო მეორე მიუახლოვდა ჩაჭრისთვის. ის რაც არც ერთმა ირანელმა პილოტმა არ იცოდა, იყო ის, რომ იქ უკვე კიდევ ერთი პილოტი იმყოფებოდა. ლეიტენანტ პოლკოვნიკი კევინ სატერფელდი, კოდური სახელით Showtime, ახლოს დაფრინავდა F-22 რეპტორით და მას პრედატორის თანხლება ჰქონდა დავალებული. ეს იყო იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალებმა ფარულად მიიღო 2012 წლის ადრინდელი ინციდენტის შემდეგ, როდესაც ირანელმა Su-25 ტიპის 2 იერიშის თვითმფრინავმა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დრონს ცეცხლი გაუხსნა. მას შემდეგ ამერიკელები დრონებს სპარსეთის ყურეში მარტო აღარ აგზავნიან. ზოგჯერ თანხლებას ახლო მდებარე ავიამზიდიდან აფრენილი 2 F-18 Super Hornet-ი უზრუნველყოფდა. ამ კონკრეტულ დღეს კი ეს იყო F-22. F-22 არის პროგრამის შედეგი, რომელიც 1980-იან წლებში დაიწყო, როცა ამერიკელი თავდაცვის სტრატეგები საბჭოთა ავიაპროგრამებზე ხელავდნენ და მათ საპასუხოდ უფრო ძლიერი გამანადგურებელი სჭირდებოდათ. შედეგად შეიქმნა მოწინავე ტაქტიკური გამანადგურებლის პროგრამა, რომელმაც საბოლოოდ რეპტორი შექმნა და მისი ექსპლუატაცია 2005 წელს დაიწყო. დღემდე ყველაზე სანდო შეფასებებითაც კი ის რჩება საუკეთესო საჰაერო უპირატესობის გამანადგურებლად, რაც კი ოდესმე შექმნილ. ის თავიდანვე ისეა დაპროექტებული, რომ უხილავი იყოს. თითოეული კუთხე, თითოეული ზედაპირი, თითოეული შიდა ღრუ სპეციალურადაა შექმნილი, რომ რადარის სიგნალები მტრის მიმღებებისგან განზე გააგზავნოს. მისი 2 Pratt და Whitney F-19 ძრავა საკმარის ბიძგს ქმნის, რომ ხმოვან ბარიერს გადააჭარბოს. დამატებითი წვის გარეშე, რაც შესაძლებლობაა, რომელსაც Super Cruise ეწოდება და საშუალებას აძლევს მაღალი სიჩქარით იფრინოს დიამატებითი საწვავის ხარჯისა და ინფრაწითელი კვალის გარეშე, რასაც დამატებითი წვა ქმნის. ისიერას შიგნით ატარებს შიდა შეიარაღების განყოფილებაში, რომლის კარები მხოლოდ წამიერად იღება შეტაკებისას და მაშინვე იკეტება, რაც თვითმფრინავის stealth profils მუდმივად ინარჩუნებს. და მისი ავიონიკა შექმნილია სენსორების შეწყმისა და ელექტრონული ომის სისტემით, რათა პილოტს მისცეს ბრძოლის ველის სურათი, რომელსაც სხვა თვითმფრინავები უბრალოდ ვერ შეედრებიან. მიუხედავად იმისა, რომ F-4-მა გარკვეული მოდერნიზაცია მიიღეს, აშშ-დან ბოლო იმპორტი მოხდა 1970-იანი წლების დასაწყისში, ინციდენტამდე 40 წლით ადრე. დიახ, ირანი აგრძელებდა ჩინური, რუსული ან თუნდაც ადგილობრივი დიზაინების გამოყენებას მოძველებული F-4E პლატფორმის მოდერნიზაციისთვის. მაგრამ ფაქტია, რომ F-4 ჯერ კიდევ მესამე თაობის გამანადგურებელია, მაშინ როცა F-20 2 მეხუთე თაობას ეკუთვნის.
როდესაც Showtime უყურებდა წამყვან F4-ს, რომელიც Predator-ს უახლოვდებოდა, ის ელოდა. შემდეგ დარწმუნებული იმაში, რომ მისი თვითმფრინავი პრაქტიკულად უხილავი იყო ირანული დადისთვის ადარისთვის, მან რაღაც განსაკუთრებული გააკეთა. მან თავისი რეპტორი F4-ის ქვემოთ გაატარა იმდენად ახლოს, რომ კარგად დაენახა ის და რაც მთავარია, იმდენად ახლოს, რომ შეემოწმებინა იარაღის განთავსების ადგილები და გაეგო, რა ქონდა ირანელ პილოტს. ირანელ პილოტს საერთოდ არ ქონდა წარმოდგენა, რომ ეს ხდებოდა. რეპტორის სტელს სისტემები ზუსტად იმას აკეთებდნენ, რისთვისაც შექმნილი იყვნენ. Showtime-მა დაათვალიერა იარავის დატვირთვა, უკან დაიხია და შემდეგ თავისი სულა გააკეთა. მან მარცხნივ გადაუხვია, ავიდა ზევით. შემდეგ კი თავისი თვითმფრინავი F4-ის გვერდით მიაყენა და ირანელი პილოტის პერიფერიულ ხედვაში გამოჩნდა თითქოს არსაიდან. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის შოკი, რაც ირანელ პილოტს იმ მომენტში დაეუფლა. შვიდად ზიხარ კაბინაში და უცებ შენს გვერდით ჩნდება მანქანა, რომელიც უხილავიოვი უნდა ყოფილიყო. შემდეგ Showtime-მა ეს ყველაფერი ნამდვილ შოუდ აქცია. მან რადიოს გადაცემის ღილაკს დააჭირა. ირანელ პილოტს დაუკავშირდა და რამდენიმე შემაძრწუნებელი სიტყვა უთხრა. მართლა ჯობია სახლში დაბრუნდე და სწორედ ასე მოიქცნენ. ორივე F4 უბრალოდ მოფრუნდა და წავიდა. ყოველგვარი შეტაკებისა თუ ესკალაციის გარეშე. თელემისია გადაიქცა შედარებით მშვიდ დემონსტრაციად, იმისა თუ როგორ გამოიყურება მეხუთე თაობის საჰაერო ძალა, როდესაც ის ოპერირებს ძველი თაობის ავიაგამანადგურებლების წინააღმდეგ. ეხლა რომ გავიგოთ, რატომ არის ეს სხვაობა ესეთი დიდი და რატომ არის ირანი კვლავ დამოკიდებული თვითმფრინავებზე, რომლებიც უკვე მოძველებული იყო იმ დროისთვის, როცა Showtime ფრენას სწავლობდა, უნდა შევისწავლოთ ორივე თვითმფრინავი დეტალურად და შემდეგ გავყვეთ უფრო გრძელ ისტორიას, თუ როგორ აღმოჩნდა ირანი ამ მდგომარეობაში. F4 Phantom 2 პირველად აფრინდა 1958 წელს. ის დააპროექტა McDonnell Aircraft კორპორაციამ, რომელიც მოგვიანებით McDonnell Douglas-ად გახდა ცნობილი. შეერთებული შტატების საზღვაო ძალებისთვის თავდაპირველად როგორც ფლოტის თავდაცვითი გადამჭრელი და შემდეგ გადაიქცა ცივი ომის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ და ფართოდ გამოყენებად რეაქტიულ თვითმფრინავად. ვიეტნამის ომის დროისთვის როგორც საზღვაო ძალები, ასევე საჰაერო ძალები მას იყენებდნენ ყველაფრისთვის. საჰაერო უპირატესობის დემონსტრაციიდან დაწყებული, მიწის შეტევითა და სადაზვერო მისიებით დამთავრებული. ის სიმაღლეზე Mach 2.23 სიჩქარეს აღწევდა, რაც მას იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ თვითმფრინავად აქცევდა. მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი სიმძლავრე. მას ძალიან ცოტა შეზღუდვა ჰქონდა, რომელიც რეალურ ბრძოლაში შეიძლებოდა გამოვლენილიყო. ადრეულ ვერსიებში და ქვემეხი არ ჰქონდა, რაც იმ დოქტრინას ასახავდა, რომელიც ჰაერი რაკეტების სანდოობის მიმართ ზედმეტად ოპტიმისტური აღმოჩნდა. ქვემეხი მოგვიანებით დაამატეს. მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი საჰაერო ბრძოლისთვის განკუთვნილი თვითმფრინავი იყო სწორედ იმიტომ, რომ რაკეტებზე იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, რეაქტიულ თვითმფრინავს სჭირდებოდა ფართომასშტაბიანი ტექნიკური მომსახურება, ხოლო მისი რადარი, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მოწინავე იყო დიდი მექანიკურად სკანირებული ანტენა, რომელიც ქმნიდა მნიშვნელოვან რადარულ ანარეგს და ადვილად ექვემდებარებოდა ჩარევასა და დაბლოკოს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ამან თვითმფრინავის შიშის მომგვრელი გახადა, 1970-იან წლებში Phantom უკვე იწყებდა ამერიკულ შეიარაღებაში უფრო სპეციალიზებული პლატფორმებით ჩანაცვლებას. F-15 იგულმა 1976 წელს აიღო საჰაერო უპირატესობის როლი. F-16 Fighting Falcon-ი მრავალფუნქციური ამოცანებისთვის 1978 წელს გამოჩნდა. Phantom-ი ეტაპობრივად გამოეთიშა ამერიკის წინა ხაზის შეიარაღებას და საბოლოოდ მთლიანად ამოიღეს 1990-იანი წლების შუა პერიოდში. დღეს აშშ-ს საჰაერო ძალები ძირითადად F-22-ებსა და F-35-ებს იყენებს. თუმცა ძველი თვითმფრინავები, როგორიცაა F-15 და F-16, კვლავ გამოიყენება. მათი შედარებით დაბალი ღირებულებისა და იმის გამო, რომ არ სურთ ახალი მოწყობილობის გამოყენება უბრალო მისიისთვის. F-4-ის ერთადერთი ადგილი ამერიკის მიწაზე მუზეუმებია, მაგრამ ირანში იგივე თვითმფრინავები ჯერ კიდევ მოქმედია, სულ მცირე, ქაღალდზე, რადგან ირანს მათი ჩანაცვლების საშუალება არ ქონია. შედარებისთვის F-22 რეპტორი წარმოადგენს გენს ავიაციის ინჟინერიის 60 წლიან პროგრესს. მისი რადარის ამრეკლავი ზედაპირი დაახლოებით ფოლადის ბურთულასტოლია, რაც თანამედროვე მეოთხე თაობის გამანადგურებლის რადარის ანარეკლის მხოლოდ მცირე ნაწილია და Phantom-თან შედარებით უზარმაზარი წარმოუდგენელი შემცირებაა. მისი სენსორების შერწყმა აერთიანებს ინფორმაციას საკუთარი რადარიდან, პასიური ინფრაწითელი სენსორებიდან და სხვა თვითმფრინავებისა და სახმელეთო სადგურებიდან მიღებულ მონაცემებთან. ეს პილოტს აძლევს სინთეზირებულ ერთიან სურათს და არაცალკეული სისტემების დაუმუშავებელ მონაცემებს. თვითმფრინავის სამიზნე სისტემა ერთდროულად რამდენიმე სამიზნეს აკვირდება. შორმანძილზე ესვრის AIM-120 AMRAAM ტიპის რაკეტებს შიდა განყოფილებებიდან და ამ ყველაფერს ახერხებს ისე, რომ ოპონენტი თვითმფრინავებისთვის პრაქტიკულად უხილავი რჩება. ვიზუალური დიაპაზონის მიღმა შეტაკებისას ირანელი F-4-ის პილოტი შეიძლება ვერც კი მიხვდეს, რომ F-22 იმავე საჰაერო სივრცეში იმყოფება, სანამ რაკეტა უკვე ჰაერში არ იქნება. და ახლო ბრძოლაშიც კი რეპტორი ისეთივე დომინანტურია. მისი ბიძგის ვექტორირების საქშენები საშუალებას აძლევს მას გადაამისამართოს ძრავის გამონაბოლქვი თვითმფრინავის ორიენტაციის სამართავით სამართავად, სიჩქარისგან დამოუკიდებლად, რაც მას მნიშვნელოვან მანევრულობას ანიჭებს დაბალ სიჩქარეებზე. თუ F-4 ჩაერთვებოდა F-22-სთან ახლო მანძილზე მობრუნების ბრძოლაში, მას მაშინვე შტოპორში შეიყვანდა F-22-ის უფრო აგრესიული მოძრაობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ამ ბრძოლამდე ვერასდროს მივიდოდა, სანამ ჯერ არ აღმოაჩენდნენ.
მაგრამ რატომ დაფრინავს ირანი დრემდე F4-ებით? სინამდვილეში უბრალოდ იმიტომ, რომ ირანი და აშშ მეგობრობას შეეშნენ. 1979 წლამდე ირანს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა შეერთებულ შტატებთან, რაც სამხედრო ტექნიკის ვაჭრობაზეც ვრცელდებოდა. ირანის შახი მოჰამად ღეზა ფეჰლავი ცივი ომის განმავლობაში ამერიკის ახლო მოკავშირე იყო და ასეჩეშისის მომდევნო ადმინისტრაციები ძლიერ ირანულ სამხედრო ძალებს რეგიონში სტაბილურობის გარანტად მიიჩნევდნენ, რომელიც თითქმის მუდმივად სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე იდგა. ამიტომ ამერიკული იარაღი ირანში უზარმაზარი რაოდენობით შედიოდა, მათ შორის ტანკები, ვერტფრენები, საზღვაო ხომალდები და თვითმფრინავები. შედეგად ირანის საიმპერატორო საჰაერო ძალები რეგიონული სტანდარტებით განსაკუთრებულად კარგად იყო აღჭურვილი. ფიქსე ირანს ექსპლუატაციაში ყავდა 200-ზე მეტ F4 ფანტომს სხვადასხვა ვარიანტში, ასევე F5 ტაიგერის ტიპის გამანადგურებლებთან ერთად. და ფაქტობრივად უკვე ჰქონდა შეკვეთილი იმ დროისთვის უახლესი F14 ტომკეტი, რომელიც იყო მობრუნებადი ფრთის მქონე საზღვაო გადამჭერი და მოგვიანებით ცნობილი გახდა ფილმ Top Gun-ის მეშვეობით. დაახლოებით 80 F14 რეალურად მიეწოდა ირანს რევოლუციამდე. ირანმა ასევე მიიღო სათადარიგო ნაწილები, მილსადენები და რაც მთავარია, მომზადება. ამერიკელი ინსტრუქტორები ირანელ პილოტებთან ერთად მუშაობდნენ, ასწავლიდნენ ტაქტიკას და ტექნიკურ მომსახურებას ისეთ დონეზე, რომელსაც რეგიონში ცოტა ქვეყანა თუ გაუტოლდებოდა. შემდეგ მოხდა ისლამური რევოლუცია. 1979 წელს შახი პაჰლავი გადაყენდა. ამერიკის საელჩო დაიკავეს და 52 დიპლომატი 444 დღის განმავლობაში ძევლად ყავდათ. ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა ერთ ღამეში დაინგრა და იარაღის მიწოდება შეწყდა. მალე სათადარიგო ნაწილები წამოიწურა და ამერიკელი მრჩევლების რევოლუციის დასაწყისში წასვლის შემდეგ ირანის საჰაერო ძალები დარჩა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ავიაპარკით, მაგრამ მისი შენარჩუნების არავითარი გზა არ ჰქონდა. დრო ირანისთვის უარესად ვერ იქნებოდა. 1 წელიწადში ერაყმა შეიჭრა. ირან ერაყის ომი, რომელიც 1980-დან 1988 წლამდე გაგრძელდა, იყო დამანგრეველი კატასტროფული კონფლიქტი, რომელმაც ორივე მხარეს ასობით ათასი სიცოცხლე შეიწირა. ირანის საერო ძალები მძიმედ იბრძოდნენ იმ ომში. F14-ები და F4-ები ბევრის მოლოდინს გადააჭარბეს მომარაგების კრიზისის მიუხედავად, მაგრამ ფლოტზე ზიანი ძალიან დიდი იყო. თვითმფრინავები ბრძოლაში დაიკარგა, ხოლო სხვები ნაწილებად დასხვები, ნაწილებად დაშალეს, რათა გადარჩენილები ფრენაში შეენარჩუნებინათ. ომის ბოლოსთვის ასეულობით ერთეულიდან შემდგარი ფლოტი მხოლოდ მცირე ნაწილად იყო დარჩენილი, ხოლო ყველა დარჩენილი თვითმფრინავი უკვე წლებით იყო დაძველებული და მათი შენარჩუნება უფრო და უფრო რთული ხდებოდა. აშკარა კითხვაა, რატომ ვერ შეცვალა ირანმა ეს თვითმფრინავები? რევოლუციიდან უკვე 4-ზე მეტი 10 წლეული გავიდა. შეიძლება იფიქროთ, რომ ამდენი დროის განმავლობაში ირანს შეეძლო თანამედროვე თვითმფრინავების ადმე, მაგალითად რუსეთიდან ან ჩინეთიდან შეეძინა. პასუხი უფრო რთულია ვიდრე შეიძლება ჩანდეს და ეს ირანის რეალური სამხედრო მდგომარეობის არსს ეხება. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, არ დაგავიცდეთ გამოიწეროთ The Military Show. ჩვენ გთავაზობთ დეტალურ ანალიზს ისტორიულ მოვლენებზე, ასევე ვადევნებთ თვალყურს გლობალური გეოპოლიტიკის უახლეს განვითარებებს. ეხლა რომ უპასუხოთ კითხვას, როგორ აღმოჩნდა ირანი მოძველებული F4-ებით? დავიწყოთ რუსეთით, რადგან მას ხშირად ასახელებენ ირანის მფარველად და ამერიკული გავლენის საპილტონედ რეგიონში. და ამაში გარკვეული სიმართლეა, რადგან რუსეთმა ირანს მიყიდა საზეინტო სარაკეტო სისტემები, მათ შორის S-300, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ირანის სახმელეთო საჰაერო თავდაცვა. რუსეთისა და ირანის ინტერესები ასევე დაემთხვა სირიაში, რათა დასავლური წესრიგის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, რომელიც ისრაელს აკრავს გარს. მაგრამ ამ ურთიერთობას აქვს მნიშვნელოვანი შეზღუდვები, რომლებიც ხშირად უგულებელყოფილია. რუსეთი საოცრად თავშეკავებულია ირანისთვის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების გაყიდვაში. მიზეზები სტრატეგიულია. მოსკოვს საკუთარი რეგიონული ინტერესების დაბალანსება სჭირდება. 1990 წლის შემდეგ ისრაელი რუსეთის ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მთავარი მყიდველი იყო. ტენდენცია, რომელიც მხოლოდ 2022 წლის სანქციების შემდეგ დასრულდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას მოსკოვში მნიშვნელოვანი გავლენის ბერკეტი ჰქონდა. ირანისთვის თანამედროვე გამანადგურებლების მიწოდება სერიოზულ გართულებებს გამოიწვევდა ისრაელთან, სპარსეთის ურის ქვეყნებთან და რუსეთის უფრო ფართო დიპლომატიურ პოზიციასთან. S-300-ის გაყიდვა სწორედ ასეთი ზეწოლის გამო წლების განმავლობაში გადაიდებოდა, ხოლო საბრძოლო თვითმფრინავები, როგორიცაა MiG-29 ან Su-30, ზოგადად გაახლებდა ირანის საჰაერო ძალებს და ამით ირიბად კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენდა ისრაელზე. რუსეთსაც ძირითადად ფრთხილად უწევს მოქმედება რეგიონის დასავლურ ძალებთან მიმართებაში. თუ აშშ და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ რუსეთი შუა აღმოსავლეთში თავის საზღვრებს დებებსდება, მას კიდევ უფრო მეტი სანქციები შეიძლება დაეკისროს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი 2014 წლისთვის მნიშვნელობას დაკარგა, მაგრამ მანამდე ასეთი განწყობა არსებობდა. 2022 წელს რუსეთმა პრინციპულად დათანხმდა ირანისთვის Su-35-ის გამანადგურებლების მიწოდებას. მაგრამ 2025 წლისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება დადასტურებული არ იყო. ზოგიერთი გაჟონილი დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი ამზადებდა 16-მდე თვითმფრინავს, რომლებიც 2025-დან 2027 წლამდე უნდა მიეწოდებინა და უკვე გადახდილი იყო. მაგრამ უკრაინის ომის გარემოებებმა რუსეთის სამხედრო ექსპორტი სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვნად გაართულა.
ჩინეთმაც ანალოგიურად მიაწოდა შედარებით მოძველებული სისტემების შეზღუდული რაოდენობა. ირანმა სცადა საკუთარი თვითმფრინავის ჰეისეკოსას ქვეყნის შიგნით განვითარება. მსუბუქი გამანადგურებელი, რომელიც როგორც აცხადებენ ამერიკულ F5-ზეა დაფუძნებული, ფართო PR-თან ერთად გააცნეს საზოგადოებას. დამოუკიდებელი შეფასებები მიუთითებს, რომ ის თითქმის არაფრით აღემატება ორიგინალ F5-ს. ირანმა ასევე სცადა არსებული F14-ის და F4-ების განახლება ადგილობრივი წარმოების კომპონენტებითა და მოდიფიკაციებით. თუმცა ძირითადი კონსტრუქცია ისევ იგივეა, რაც 1979 წლამდე იყო მიწოდებული. რაც არ უნდა იყოს მოდიფიკაციები, თქვენ ვერ განაახლებთ 1960-იან წლებში შექმნილი თვითმფრინავის აეროდინამიკას, რადარის ამრეკლობას ან ძირითადი სისტემების არქიტექტურას, თუ პრაქტიკულად ახალ თვითმფრინავს არ ააშენებთ. შედეგად, საჰაერო ძალები კვლავაც ითვლის თავის არსენალში F4 ფანტომებს, F14 ტომქეტებს, F5 ტაიგერებს, MiG-20 წყაგებს, მსხრაებს და ჩინეთიდან მოწოდებულ F7-ებს. მაგრამ პრაქტიკაში მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი ფუნქციონირებს საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში. და მიუხედავად იმისა, რომ ირანის საბრძოლო თვითმფრინავების ოპერაციული ფლოტის შეფასებები განსხვავდება, სადუთავდაცვის ანალიტიკოსები ზოგადად მიუთითებენ, რომ იმ თვითმფრინავების რაოდენობა, რომლებიც რეალურად შეიძლება შენარჩუნდეს მაღალი ინტენსივობის საბრძოლო ოპერაციებში, ბევრად ნაკლებია, ვიდრე ის რაოდენობა, რაც ქვეყანამ მიიღო რევოლუციამდე. სათადარიგო ნაწილები იშვიათია და ტექნიკური მომსახურება რთულია. 2026 წლის თებერვალში ირანული F4 ტიპის თვითმფრინავი ავარიას დაექვემდებარა რუტინული სასწავლო ფრენის დროს ჰამადანის პროვინციაში, რის შედეგადაც ეკიპაჟის 2 წევრიდან 1 დაიღუპა. ეს იყო შემთხვევა, რომელშიც მონაწილეობდა F4, რომელიც 2026 წელსაც აგრძელებდა სასწავლო მისიებს და კვლავაც ავარიას განიცდიდა, რადგან თვითმფრინავის კორპუსი 50 წლისაა და მის შესაცვლელად არაფერია. მაგრამ აღჭურვილობა მხოლოდ ისტორიის ნაწილია. მეორე ასპექტი და შეიძლება ითქვას გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მნიშვნელოვანი არის მომზადება. და აქაც შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის განსხვავება ისეთივე თვალსაჩინოა. ამერიკელი გამანადგურებელი პილოტები გადიან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ და სისტემატურად დახვეწილ მომზადებას. ის იწყება საწყისი პილოტური მომზადებით, რომელიც თავისთავად მკაცრია და შემდეგ გრძელდება სპეციალიზებული იარაღის მომზადების კურსებით, რომლებიც ეფუძნება წლების განმავლობაში დაგროვილ საბრძოლო გამოცდილებას, დეტალურ განხილვებსა და დოქტრინის განვითარებას. აშეთეში საჰაერო ძალების გამანადგურებელ იარაღთა სკოლა ნელისის საჰაერო ბაზაზე, ნევადაში, რომელიც ადგილობრივად ცნობილია როგორც საჰაერო ძალების ტოპგანი, 10 წლეულები ამუშავებს საჰაერო ბრძოლის ტაქტიკას. ყოველი შეტაკებისა და წვრთნის გაკვეთილების ინტეგრირებით, ის ინტეგრირებით მუდმივად განახლებათ ცოდნის ბაზაში. ამერიკელი პილოტები რეგულარულად ასრულებენ ფრენებს მოწინააღმდეგის თვითმფრინავებთან რეალისტურ განსხვავებულ საჰაერო საბრძოლო წვრთნებში, რაც ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ თვითმფრინავებს სხვა ტიპის თვითმფრინავებთან უპირისპირებენ. და ტაქტიკებს, რომლებიც მიზანმიმართულად იმიტირებს იმას, რასაც მტრის პილოტები გააკეთებდნენ, რათა როდესაც რეალური შეტაკება მომხდება, ეს ტაქტიკა პირველად არ ნახონ. ნიშნულოვანია, რომ შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს უფრენიათ F4 ფანტომით პილოტებს იგი დაუფლებიათ. მასზე ვარჯიშობდნენ და ესმით რა არის ამ თვითმფრინავში კარგი და რა ცუდი. პილოტებს, რომლებიც ფანტომიდან იგლზე და იგლიდან რაპტორზე გადავიდნენ. თან მიაქვთ ღრმა ცოდნა იმის შესახებ, როგორ იმართება F4. სად არის მისი შეზღუდვები და რა შეძლებს ან ვერ შეძლებს პილოტი ამ კაბინაში. როდესაც Showtime 2013 წელს მიუახლოვდა იმ ირანულ F4-ებს, ამერიკელების ცოდნა ამ თვითმფრინავის შესახებ თაობებს უკან მიდიოდა. ტაქტიკა, რომელსაც ირანელები იყენებდნენ, შესაძლებლობების ზღვარი, რომელშიც ისინი მოქმედებდნენ, შეზღუდვები, რომლებიც ჰქონდათ, ეს ყველაფერი ამერიკელებისთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი. ირანელები მართავდნენ თვითმფრინავს, რომელიც ამერიკელებმა უკვე 10 წლეულებით ადრე შეისწავლეს და დაძლიეს. ირანის პილოტების მომზადების პროგრამა ამის საპირისპიროდ 1979 წლიდან ძიმე შეზღუდვების პირობებში მუშაობს. ამერიკელი მრჩევლები, რომლებმაც თავდაპირველი სასწავლო ინფრასტრუქტურა შექმნეს, რევოლუციის შემდეგ წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან. ომმა ერახთან გამოცდილ პილოტებს შეიწირა და ინსტიტუციური უწყვეტობა დაარღვია. საერთაშორისო იზოლაციამ შეზღუდა წვდომა იმ მასშტაბურ რეალისტურ ერთობლივ წვრთნებზე, რომლებიც საჰაერო ძალებს ფორმაში ამყოფებს. ირანელი პილოტები წვრთნებზე F22-ების წინააღმდეგ არ დაფრინავენ. ისინი F35-ების წინააღმდეგაც არ დაფრინავენ. ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ დაფრინავენ მოძველებულ თვითმფრინავებში შეზღუდული ფრენის საათებით, ემზადებიან საფრთხისთვის, რომელსაც რეალურად არასდროს შეხვედრიან და რომლის სიმულაციაც რეალისტურად შეუძლებელი აქვთ. 2013 წლის ინციდენტმა ეს ყველაფერი სრულად აჩვენა. ირანელმა პილოტებმა არ იცოდნენ, რომ იქ F22 იყო, სანამ Showtime-მა თავისი თავი არ გამოავლინა. მათი რადარი ვერ ხედავდა მას, მათი სისტემები ვერაფერ აფიქსირებდა მას. მათი მომზადება არ იყო გათვლილი იმაზე, რომ თვითმფრინავი შეუმჩნევლად იმოქმედებდა მათ ფორმირებაში და შემდეგ მოულოდნელად მათ გვერდით გამოჩნდებოდა. არსებობს ფსიქოლოგიური ასპექტიც, როდესაც თვითმფრინავი არსაიდან ჩნდება შენს გვერდით, იმ პლატფორმაზე, რომელსაც შენი საუკეთესო სენსორებიც კი ვერ პოულობენ. ეს იწვევს მყისიერ შოკს და უკანდახევას. და სწორედ ეს მოხდა. თავარი აზრი ისაა, რომ სამხედრო ძალა მხოლოდ ყველაზე დიდ ბიუჯეტზე ან პოლიტიკურ ნებაზე არ არის დამოკიდებული. ეს ასევე დროზეც არის დამოკიდებული.
როგორც 10 წლეულები, რომლებიც ერთიანი, მდგრადი, ინსტიტუციურად ჯანმრთელი საჰაერო ძალების შესაქმნელად იყო საჭირო, თანამედროვე თვითმფრინავებით, ღრმა მომზადების სისტემებით და ორგანიზაციული მეხსიერებით, რომელიც მუდმივი განვითარებისა და რეალური ოპერაციული გამოცდილების შედეგად მოდის. აშშ-მ ეს უწყვეტობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღემდე შეინარჩუნა. ეს გზა იწყება F4 ფანტომით. შემდეგ გადადიდის F15-ზე, F16-ზე, F20, 2-ზე და F35-ზე, სადაც თითოეული თაობა წინათაობის გაკვეთილებს ითვალისწინებს. ირანს ეს გზა ერთ ღამეში 1979 წელს შეუწყდა და მას შემდეგ ვეღარ შეძლო მისი აღდგენა. თვითმფრინავები გაჩნდა, სწავლება შეწყდა, მომარაგების ჯაჭვიც გაჩერდა. და მაშინ როცა დრო მიდიოდა და ავიაციის ტექნოლოგია დანარჩენ მსოფლიოში ვითარდებოდა, ირანის საჰაერო ძალები ერთ კონკრეტულ მომენტში გაიყინა. ამიტომ ირანელები იმ დღეს უბრალოდ სახლში დაბრუნდნენ და არა იმიტომ რომ გამბედაობა არ ყოფნიდათ ან შეცდომა დაუშვეს. ხარვეზი იმაში, რასაც ისინი მართავდნენ და იმაში, რაც მათ გვერდით დაფრინავდა, უბრალოდ ძალიან დიდი იყო, რომ ჰაერში ამოევსოთ. Lockheed Martin-ის F-35 Lightning-ი 35B თანამედროვე ინჟინერიის სასწაულია. ზებგერითი სიჩქარეების, მოწინავე სტელს ტექნოლოგიებისა და უპრეცედენტო სენსორული ქსელის გაერთიანებით ის უფრო მფრინავი სუპერკომპიუტერია, ვიდრე ტრადიციული გამანადგურებელი თვითმფრინავი. მაგრამ ამ გამანადგურებლის 3-დან 2 ვერსიას უფრო ზუსტად F-35B-ს და F-35C-ს ყოველთვის ჰქონდა ერთი დიდი და საკმაოდ აშკარა ნაკლი, რომელიც პირველივე შეხედვიდან ჩანს. აბაზანის ზომის ქვემეხი, რომელიც თვითმფრინავის მუცელზეა მიმაგრებული. ეს ქვემეხი ამცირებს F-25-ის აჩქარებებას და ზრდის მისი რადარული კვეთის ფართობს, რაც აზიანებს როგორც მის მანევრულობას, ასევე უხილავობის შესაძლებლობებს. თუმცა, როგორღაც აშშ სამხედროებმა ის, რაც უზარმაზარ შეცდომა ჩანდა, თვითმფრინავის ყველაზე მომაკვდინებელ უპირატესობად აქციეს. იმის გასაგებად, თუ როგორ და რატო მოხდა ეს, ჯერ ერთი ნაბიჯით უკან უნდა დავიხიოთ. რამდენიმე ათეული წლის წინ, ვიეტნამის ორიოდში, ომის პერიოდში. 1960-იანი წლების შუა პერიოდში მაკდონალდ დუგლასის F4 Phantom II ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავრცელებული თვითმფრინავი იყო ჩრდილოეთ ვიეტნამის ცასაზე. 9 გარესაკიდით F4 შეეძლო გადაეტანა მაქსიმუმ 18650 ფუნტი, ანუ 8500 კილოგრამი იარაღი, მათ შორის სხვადასხვა საჰაერო და ჰაერი მიწა-რაკეტები. თუმცა თავდაპირველად მას არ ჰქონდა შიდა ქვემეხი. თუმცა ზოგიერთ ვარიანტს მოგვიანებით გარე ქვემეხის პოდები დაემატა. ინჟინერების თქმით, რომლებმაც ის დააპროექტეს, მას ტყვიამფქვევი არ ჭირდებოდა, რადგან ჰქონდა რადალით მართვადი სპეროუს რაკეტები და სითბოზე რეაგირებადი საიდვინდერები და ისინი უნდა ყოფილიყვნენ უნარიანი ნებისმიერი სამიზნის გასანადგურებლად, სანამ მტერი საერთოდ იფიქრებდა საპასუხო ბრძოლაზე. ყოველ შემთხვევაში თეორია ასეთი იყო. პრაქტიკაში კი ყველაფერი ასე არ გამოვიდა. მაგალითად, N9B საიდვინდერი ძალიან შორს იყო თანამედროვე ეპოქის ზუსტი და მიზანში გასროლის შემდეგ დაუწყების ტიპის საჰაერო რაკეტებისგან. მას უამრავი შეზღუდვა ჰქონდა. მაგალითად, მაქსიმალური ეფექტური მანძილი მხოლოდ 3-ში იყო, მელი იყო საზღვაო მილი იყო. ანის ფაქტი, რომ მიზნის გამონაბოლქვზე მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა დაფიქსირება, როცა პირდაპირ უკან მიხვებოდი. საიდვინდერის საძიებო თავი ასევე შედარებით დაბალი კუთხური თვალთვალის სიჩქარით გამოირჩეოდა, მხოლოდ 11 გრადუსი წამში. ამიტომ ის თითქმის სრულიად არაეფექტური იყო იმ სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებიც რთულ თავდაცვით მანევრებს ასრულებდნენ. მას ასევე უჭირდა მზესა და ღრუბლებთან მუშაობა. მისი საძიებო თავი ზოგჯერ მათ მტრის სამიზნეებში ერეოდა და ყველა ეს პრობლემა ერთად იკრიბებოდა, რის გამოც 60-იანი წლების საიდვინდერებს შედარებით დაბალი და ახლოებით 16%-იანი განადგურების ალბათობა ჰქონდათ. AIM-7D Sparrow არც უკეთესი იყო. ჰაერი კლასის რაკეტას მინიმალური შეტევის მანძილი 3000-დან 5000 ფუტამდე ჰქონდა და ყოველ გასროლაზე პილოტს უწევდა მთელი რაკეტის ფრენის განმავლობაში თავისი რადარის სამიზნეზე დაეფიქსირებინა. ეს დიდად მნიშვნელოვანი არ იქნებოდა უსაფრთხო მოწინააღმდეგისგან თავისუფალ საჰაერო სივრცეში. მაგრამ როდესაც მტრის გამანადგურებლები ჰაერში იყვნენ და პოტენციური საფრთხე ყოველ ღრუბელს მიღმა იმალებოდა, ამ პილოტებისთვის წარმოუდგენლად სახიფათო იყო უბრალოდ პირდაპირ ფრენა და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, სანამ მათი რაკეტები სამიზნეს მიუახლოვდებოდა. შედეგად, ვიეტნამში გამოყენებული ყველაზე ათრეული სპეროუს რაკეტების განადგურების ალბათობა 10%-ზე ნაკლები იყო. ამასთან ერთად, შეტაკების წესები მოითხოვდა, რომ ამერიკელ პილოტებს მტრის თვითმფრინავი ვიზუალურად უნდა ეცნოთ, სანამ ცეცხლს გაუხსნიდნენ. ამიტომ ისინი ვერ იყენებდნენ თავიანთი იარაღის შორ მანძილზე სროლის შესაძლებლობას. მათ უწევდათ ახლოს მისვლა და საკუთარი თავის უფრო დიდ საფრთხეში ჩაგდება, სანამ საერთოდ ნებართვას მიიღებდნენ მიზანზე დაფიქსირებისათვის. შედეგად, F4-ის პილოტები ხშირად ხვდებოდნენ საჰაერო ბრძოლებში, მაგრამ მათ არ ჰქონდათ საჭირო ქვემეხები, რომ ეს ბრძოლები მოიგოთ. ამის გარდა ამ პილოტების უმეტესობას არ ჰქონდა გავლილი ფართომასშტაბიანი საჰაერო მანევრირების თურთნები. ამიტომ მათ ხშირად არც უნარები ჰქონდათ და არც საჭირო აღჭურვილობა, რომ გადარჩენილიყვნენ.
ხშირად უწევდათ თვითმფრინავის სიჩქარის შემცირება ზებგერითი სიჩქარის ქვემოთ და მაქსიმალურად ცდილობდნენ მტრის უკან მოხვედრას, მაგრამ ხშირად იმდენად ახლოს იყვნენ, რომ რეალურად რაკეტების გაშვებას წარმატების იმედი თითქმის არ ჰქონდა. არ არის გასაკვირი, რომ ბევრი პილოტი ჩიოდა ამ თვითმფრინავებზე ქვემეხების არარსებობაზე. აშშ-ს საზღვაო ძალების პილოტმა ჯონ ჩეშაირმა მაგალითად თქვა, რომ შიდა ქვემეხის არარსებობა F4-ზე ყველაზე დიდი შეცდომა იყო და დაამატა. პილოტები იაფი ღირს და მიდიან იქ, სადაც მიუთითებ. ჭირდებოდა ქვემეხი და მართლა ვისურვებდი, რომ ქონოდა. საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალმა ჯონ დეილიმაც დაეთანხმა. აღნიშნა, რომ RF-4-ებში ყველა ისურვებდა თვითმფრინავზე ქვემეხი ქონოდათ. ბოლოს ეს მოთხოვნები იმდენად ხმამაღალი გახდა, რომ უგულებელყოფა შეუძლებელი იყო. ფანტომი თავიდან გადაკეთდა. თავდაპირველად გარე ქვემეხის კონტეინერი მიამაგრეს ფიუზელაჟზე, შემდეგ კი მთელი კონსტრუქცია გადააკეთეს და შიგნით ჩაშენებული M61 ვულკანის ქვემეხი დაამატეს. იმ მომენტიდან ამერიკის სამხედრო ავიაციის ინჟინრებმა დაიფიცეს, რომ იგივე შეცდომას აღარ გაიმეორებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ათეული წელია საჰაერო ბრძოლაში ქვემეხით მოწინააღმდეგის ჩამოგდება არ დაფიქსირებულა და მსოფლიოს წამყვანი თავდაცვის კონტრაქტორი Lockheed Martin ამტკიცებს, რომ ახლო საჰაერო ბრძოლის ეპოქა დასრულდა. ქვემეხები მაინც შეტანილია ყველა მოქმედი ოპერაციული მოთხოვნის დოკუმენტში. ყოველ ჯერზე, როცა ახალი გამანადგურებელი იგეგმება, ინჟინრებს ყოველთვის ეუბნებიან, რომ იარაღისთვის ადგილი გამოყონ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის არასდროს გამოიყენონ. რატომ? იმიტომ, რომ ეს შეუფასებელი შემაკავებელი საშუალებაა. უკვე მხოლოდ ქვემეხის არსებობა ეფექტურად უგრძალავს მტერს ერთადერთ საშუალებას, რომლითაც შეუძლია რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა, ახლო მანძილზე მიახლოებას. საუბარი არ არის ზიანის მიყენებაზე ან მოწინააღმდეგის განადგურებაზე. თავარი ისაა, რომ მოწინააღმდეგეს აზრადაც არ მოუვიდეს ზედმეტად მიახლოება. ამიტომაც, მაშინაც კი როცა 2000-იანების დასაწყისში F-35-ის დიზაინზე ბოლო შტრიხებს ასვამდნენ, ერთობლივი დამთხმელი გამანადგურებლის პროგრამის მოთხოვნები ითვალისწინებდა, რომ მას ქვემეხი უნდა ქონოდა. და არაუბრალოდ ნებისმიერ ქვემეხი, არამედ ისეთი, რომელსაც 9000 ფუტის დახრილ მანძილზე მსუბუქად დაჯავშნულ მანქანებზე 35%-იანი განადგურების ალბათობა ექნებოდა. ეს ქვემეხი იყო GAU-22A, 25 მმ-იანი გატლინგის ტიპის ქვემეხი, რომელსაც General Dynamics Ordnance and Tactical Systems აწარმოებდა და რომელიც GAU-12U-ს დიზაინზე იყო დაფუძნებული. მისი წონა იყო 240 ფუნტი, ანუ 104 კილოგრამი და შეეძლო წუთში 3300 ვაზნის სროლა. ეს არის მძიმე დანიშნულების მოწყობილობა და ინჟინრებს მოუწიათ გზა ეპოვათ, რომ იგი ჩაეტიათ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე სტელს გამანადგურებლის დიზაინში. საჭირო არ არის სამხედრო ინჟინერი იყო, რომ მიხვდე. ყველაზე ლოგიკური ვარიანტი იქნებოდა ამ იარაღის თვითმფრინავის შიგნით მოთავსება. ზუსტად ასე მოიქცნენ დიზაინერები F-22 Raptor-თან მაგალითად, რომლის იარაღიც ფრთის ფესვშია დამალული. თუ და როცა ქვემეხს სროლა სჭირდება, სპეციალური კარი იღება და წამში 100 ვაზნა ისვრის ნებისმიერ სამიზნეზე, სანამ კარი ისევ დაიხურება, რაც ინარჩუნებს თვითმფრინავის ფარულობასა და აეროდინამიკურობას. F-35A-ისთვის დიზაინერებმა თითქმის იგივე გააკეთეს. GAU-22A თვითმფრინავის ფუზელაჟში დამალეს. თუმცა დანარჩენი ორი ვერსიისთვის, F-35B-სა და C-თვის ეს ასე მარტივი არ იყო ერთი უბრალო მიზეზის გამო. საკმარისი ადგილი არ იყო. F-35B მოკლე აფრენისა და ვერტიკალური დაშვების STOVL ვერსია, რომელსაც საზღვაო ქვეითები იყენებენ. იმისთვის, რომ შეძლოს აფრენა მხოლოდ მცირე მიწის ზოლებიდან, მას სხეულში აქვს ამწევი ვენტილატორი და სამბრუნიანი ბრუნვის მოდული, რომლებიც დიდ ადგილს იკავებს და ძალიან ცოტა სივრცეს ტოვებს. რა თქმა უნდა, საკმარისი არაა შედარებით მასიური გატლინგის ტიპის იარაღის დასატევად. F-35C კი აშშ-ს საზღვაო ფლოტის ავიამზიდის თვითმფრინავია და აღჭურვილია როგორც გამაგრებული შასით, ასევე თითქმის 20000 ფუნტი, 9000 კილოგრამი საწვავით, რომელიც მთლიანად შიგნით ინახება, რაც ყველა სხვა F-35-ის ვარიანტზე მეტია. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ GAU-22A-ისთვის ადგილი აღარ რჩება. შესაბამისად, ერთადერთი დარჩენილი ვარიანტი იყო იარაღის გარე განთავსება. მისი მიმაგრება თვითმფრინავის კორპუსის ძირზე, არა ფარული კარის ან სტელს პანელის უკან, არამედ სრულიად ღიად, დიდი ნახშირბადის ბოჭკოვანი კონტეინერით დაფარული, დასაცავად. ასეთი ნახშირბადის ბოჭკოვანი კონტეინერი ორი არსებობს და ორივე მათგანი დანიური კომპანია Thermas მიერ არის დამზადებული. არსებობს GPU-9A F-35B-თვის და GPU-8A F-35C-თვის. ერთი შეხედვით, ამ დიზაინის არჩევანში ძალიან ცოტა რამ არის გასაგები. ეს არა მარტო მოუხერხებლად და უხეშად გამოიყურება, როცა უახლესი სტელს თვითმფრინავის ქვედა ნაწილზე უზარმაზარი აბაზანის ზომის კონსტრუქციაა მიმაგრებული, რომლის თითოეული ერთეულის ღირებულება დაახლოებით 110 მილიონი დოლარია, მაგრამ ასევე დადასტურებულია, რომ გარე იარაღის კონტეინერი უარყოფითად მოქმედებს გამანადგურებლის შესრულებაზე. ის არღვევს თვითმფრინავის აეროდინამიკურ დიზაინს, ზრდის ჰაერის წინააღმდეგობას და ქმნის დამატებით წინაღობას იმაზე, რაც ადრე გლუვი, ელეგანტური და იდეალურად ჩამოყალიბებული კორპუსი იყო.
მონაცემები აჩვენებს, რომ F-35A-ს სჭირდება დამატებით 8 წამი, რათა აჩქარდეს სიჩქარიდან მახი 0.8-ზე გადალახოს ბგერითი ბარიერი და მიაღწიოს მახი 1.2-ს, რაც ცნობილია როგორც გამანადგურებლის ტრანსონიკური აჩქარება. შედარებით პროგრამის თავდაპირველ წარმადობის შეფასებებთან. ამასობაში F-35B თავისი გარე GAU-22-ით ტრანსონიკურ აჩქარებაზე დამატებით 16 წამს ხარჯავს. ხოლო F-35C-ს, რომელსაც დამატებითი წონა აქვს გარე გატლინგის გამო, ასევე ყველაზე დიდი ფრთები და ყველაზე მეტი საწვავი სჭირდება მთლიანი 40 წამი, რაც 5-ჯერ მეტია ვიდრე F-35S. თუმცა ამ აშკარა პრობლემების მიუხედავად, გარე იარაღი ასეთ შეშოს სამხედროებისთვის ბევრად უფრო ღირებული და სასარგებლოა, ვიდრე თავიდან ჩანს. მაგრამ სანამ გავარკვევთ, რატო თუ ასეთი ტიპის ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალურად. იმის გასაგებად, თუ რატო მუშაობს F-35B-სა და C-ს, გარე იარაღი უკეთესად ვიდრე F-35A-ს შიდა ქვემეხი, საჭიროა ეს იარაღი ცოტა უკეთ გავიცნოთ. GA-22 არის 4-ლულიანი, 25 მმ-იანი Gatling-ის ტიპის იარაღი. ის უფრო დიდია ვიდრე 20 მმ-იანი ვულკანის ქვემეხი, რომელიც F-22-სა და F-16-ზეა გამოყენებული, მაგრამ უფრო კომპაქტურია ვიდრე 30 მმ-იანი Avenger-ები A-10 Thunderbolt 2-ზე, რომელსაც ასევე Warthog-ს უწოდებენ. ის ისვრის წამში 55 ვაზნას სიჩქარით 3560 ფუტი წამში, რაც ხმის სიჩქარეს 3-ჯერ აღემატება. და ქვემეხი წარმოქმნის საკმაოდ დიდ უკუცემის ძალას, დაახლოებით 3700 ფუნტს, ანუ თითქმის 16500 ნიუტონს. ეს დაახლოებით იგივე უკუცემაა, როგორც პატარა რეაქტიული ძრავის მიერ თვითფრინავის კორპუსის უკან წასაწევად გამოწეული ძალა, ყოველჯერზე როცა პილოტი სასხლეთს აწვება. და სწორედ აქ იწლებს ბწინვას გარე კონტეინერის სილამაზე, რადგან კონტეინერი დამაგრებულია ცენტრალურ ხაზზე, ხოლო საკიდი მდებარეობს გამანადგურებლის ხერხემლის ქვეშ. ის პირდაპირ არის დაკავშირებული F-35-ის მთავარ გძივ სტრუქტურულ ძელთან, რომელიც მთელი თვითფრინავის ყველაზე სტაბილური საკიდი წერტილია. ეს ნიშნავს, რომ როდესაც გარე ქვემეხი ისვლის, მისი უკუცემის 3700 ფუნტი ძალა იზოლირებულია თვითფრინავის დანარჩენი ნაწილისგან. ეს ძალა გადადის საკიდი წერტილის გავლით ძლიერ სტრუქტურულ ძელზე, ნაცვლად იმისა, რომ გავლენა მოახდინოს თვითფრინავის კომპოზიტურ გარე საფარზე, სტელსის საფარებზე ან შიდა კომპონენტებზე. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ქვემეხი მაინც იძლევა უკუცემას ყოველი გასროლისას, მაგრამ პოდი შთანთქავს ამ უკუცემას, ასე რომ თვითონ თვითფრინავის კორპუსი თითქმის ვერც კი გძნობს მას. იმის გასაგებად, თუ რატო არის ეს ასე მნიშვნელოვანი, უნდა შევადაროთ გარე პოდის დიზაინი F-35A-ზე არსებულ შიდა ქვემეხს. ამ ვერსიაზე შიდა ქვემეხი განთავსებულია ფიუზელაჟის მარცხენა მხარეს, ჩაღმავებაში ფიუზელაჟთან გასწორებული საფარის უკან. ასეთი დიზაინი შეიძლება მუშაობდეს. მაგალითად, F-22-ს აქვს შიდა ქვემეხი, რომელიც ჭკვიანურად არის განთავსებული ისე, რომ უკუცემის ძალას ფრთის ფუძეშთან დგავს. მაგრამ ასე არ არის F-25A-ში იქ. ყოველჯერზე, როცა იარაღი ისვრის, მისი უკუცემის ძალა პირდაპირ გადადის თვითფრინავის ჩინისა და ლონგერონის კომპოზიტურ გარსზე. ეს არის კრიტიკული მზიდი ძელი, რომელიც გადის თვითფრინავის ფუზელაჟის მკვეთარ კიდეებზე. ეს კომპოზიტური გარსი არ იყო შექმნილი ასეთი ძლიერი ძალების გასაძლებად. ამიტომ ის იწყებს ბზარვას. F-25A-ს სტელსის გარსი, რომელიც მისი დიზაინის განუყოფელი ნაწილია, იწყებს დაზიანებას. ამ მიზეზით F-25A-ს ქვემეხების გამოყენება წლების განმავლობაში მკაცრად მოწმდებოდა, რადგან ინჟინრები მუშაობდნენ ვიბრაციის, სიზუსტისა და თვითფრინავის სტელსის საფარის შესაძლო დაზიანების საკითხებზე. ფრინავები კვლავ ატარებენ ცეცხლის რეალურ წვრთნებს ქვემეხებით, მაგრამ სამხედროებმა მიიღეს ფართო ზომები, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ თვითფრინავის გარსზე ზედმეტი დატვირთვა და დაზიანება. და ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. წლების განმავლობაში F-25A-ს ქვემეხი პენტაგონის ყოველწლიურ შეფასებებში ასევე აღინიშნებოდა როგორც არაზუსტი. 2019 წლიდან 2023 წლამდე მან ვერ დააკმაყოფილა ოპერაციული სიზუსტის მოთხოვნები. მაშინაც კი 2024 წლიდან მოყოლებული ტექნიკურად კვლავ ითვლება სიზუსტის ნაკლებობის მქონედ, თუმცა ოპერაციულად ეფექტურად არის მიჩნეული. F-25B-სა და F-25C-ზე არსებული გარე ქვემეხებს ამ პრობლემებიდან არც ერთი არ აქვთ. მათი დიზაინისა და განლაგების წყალობით უკუცემის ძალა არ ახდენს უარყოფით გავლენას თვითფრინავის კონსტრუქციაზე და ბზარის ან სტრუქტურული დაზიანების რისკი არ არსებობს. ამიტომ არ არის საჭირო რაიმე შეზღუდვა იმის შესახებ, როგორ, როდის ან სად გამოიყენება ეს ქვემეხები. გარდა ამისა, გარე ქვემეხები ბევრად უფრო ზუსტი აღმოჩნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გამანადგურებლებს რეალურად ბევრი ვაზნა არ აქვთ. ისინი იყენებენ PDU-32 უნახევრად ჯავშანგამტარ, მაღალი აფეთქების, ანთებად კვალმაჩვენებელ ვაზნებს, ანუ safety-ს, რომელსაც შეუძლია მსუბუქი ჯავშნის გარღვევა და სამიზნეში აფეთქება, რის შედეგადაც შიგნიდან გარეთ წვავს მას. თითოეული თვითფრინავი აღჭურვილია სულ 220 ვაზნით და სპეციალური კონტროლერი ზღუდავს თითოეული გასროლის სიგრძეს 30-დან 50 ვაზნამდე.
ეს ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე როცა პილოტი სასხლეთს აწვება, დაახლოებით 40 ვაზნა ისვრის, რაც მხოლოდ 5 ან 6 გასროლას ალოს აძლევს მანამ, სანამ ვაზნები არ ამოეწურება. ეს დიდი რაოდენობა არ არის, ამიტომ აუცილებელია, რომ თითოეული ვაზნა ეფექტურად იყოს გამოყენებული და რაც შეიძლება მეტი გასროლა მიზანს მოხდეს. საბედნიეროდ, F-35 შექმნილია უმაღლესი სიზუსტის გათვალისწინებით. ამ თვითმფრინავში პილოტი მიზანს თვალით კი არ უმიზნებს, არამედ სპეციალური ჩაფხუძე დამონტაჟებული დისპლეის სისტემის HMDS-ის დახმარებით, რომელიც სამიზნე მონაცემებს ის პირდაპირ ვიზორზე აჩვენებს. F-35-ებიც იყენებენ ISR რადარებს სამიზნეების საპოვნელად და გასაკონტროლებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვემეხის სიზუსტეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ASHS-ის ძალებს აძლევს ფასდაუდებელ საშუალებას, რომ მტერს შეუტიონ და მიზნები მიაღწიონ. ეს არის ელვისებური ავიამზიდის კონცეფცია. ეს გულისხმობს ამფიბიური შეტევის ხომალდების, როგორიცაა USS Tripoli, გარდაქმნას მსუბუქ ავიამზიდებად, თითოეულზე 20-მდე F-15B-ის ტიპის სტელს გამანადგურებლის განთავსებით. ეს სწრაფი რეაგირების ავიამზიდების შემდეგ შეძლებენ საზღვაო ქვეითებისთვის თითქმის მკისიერი საარტილერიო მხარდაჭერის გაწევას საჭიროების შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, ჯარები მიწაზე არიან და მიიწევენ თავიანთი მიზნებისკენ, მაგრამ სჭირდებათ საარტილერიო მხარდაჭერა, რათა მტრის პოზიციები ჩაახშონ და წინსვლა შეძლონ. მათ გარშემო ცაში არ არის ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები ან ელექტრონული ომის თვითმფრინავები, როგორიცაა EA-18G Growler-ი. ისინი ვერც ისეთ თვითმფრინავებზე დაყრდნობა შეძლებენ, როგორიცაა A10 ვართოგი, რომელსაც ასაფრენად და დასაჯდომად გრძელი ბილიკები სჭირდება. თუ ახლოს ელვისებური ავიამზიდია განთავსებული 12 ან მეტი F-35B შეიძლება წამებში აღმოჩნდეს აერთში. მზად არიან დახმარებისთვის, სიცოცხლის გადასარჩენად და ამერიკული წინსვლის დასაჩქარებლად. მაღალი სიზუსტის გარექვემეხების გამოყენებით ზემოდან რადარით დამიზნებული დარტყმების მისაყენებლად, ისე რომ ღრუბლებში შეღწევაც კი არ დასჭირდებათ. და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვისაუბრია F-35B-სა და C-ს გარეპოდების ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან უპირატესობაზე. მათ საერთოდაც არ სჭირდებათ ქვემეხების დარება. თერმამ დანიურმა კომპანიამ, რომელიც ფოდის ნახშირბადის ბოჭკოვანი გარსების მწარმოებელია, შექმნა ახალი ვარიანტი, სახელად მულტიმისიის ფოდი, ანუ MMP. სტანდარტული ქვემეხის ფოდის იგივე გარე ფორმის, ზუსტად იგივე ფორმისა და აეროდინამიკური პროფილის გამოყენებით MMP-ს სრულიად ახალი შესაძლებლობები მოაქვს. მაგალითად, ქვემეხის ნაცვლად მას შეუძლია ატაროს ელექტრონული ომის ჭემერი, რომელიც მტრის კომუნიკაციების გათიშვას შეძლებს და F-35-ის EA-18G Growler-ის შესაძლებლობებს მიანიჭებს. MMP-ს ასევე შეიძლება დაუმონტაჟდეს სადაზვერვო, სადაკვირვებლო და სამეთვალყურეო ISR სენსორების პაკეტი, რაც მას საშუალებას მიმისცემს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს, ვიდრე უკვე შეუძლია თავისი ჭაშენებული სისტემებით. სხვა შემთხვევაში მას შეიძლება დაუმონტაჟდეს მიმართულებითი მონაცემთა ლინკი, რაც მას დრონების გუნდის მეთაურად აქცევს, რომელსაც მთელი თანამოქმედი საბრძოლო თვითმფრინავების CCA ფორმაციის მართვა და ხელმძღვანელობა შეუძლია. MMP-ს მომავალში შესაძლოა მხარი დაუჭიროს ენერგიის მიმართული ან ლაზერული სისტემების გამოყენებასაც, რაც F-35B ან C ტიპის გამანადგურებელ საშუალებას მისცემს მტრის დრონებს ისეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს, რომლებიც უფრო სამეცნიერო ფანტასტიკას გავს, ვიდრე თანამედროვე ომს. ეს არის ნამდვილი ძალა და თითქმის უსაზრო პოტენციალი გარეპოდის დიზაინისა. ეს საშუალებას აძლევს F-35-ის, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას ყველაზე მრავალმხრივი გამანადგურებელია ისტორიაში, მიიღოს კიდევ უფრო მეტი აღჭურვილობა და შეასრულოს კიდევ უფრო მრავალფეროვანი ამოცანები, უბრალოდ ერთი პოდის მეორით შეცვლით. თვითმფრინავის ძირითადი სტრუქტურა უცვლელი რჩება, პოდის ზომაც უცვლელია. არანაირი განსხვავება არ არის თვითმფრინავის წინააღმდეგობაში, სიჩქარესა თუ საერთო შესაძლებლობებში. მაშინაც კი როცა ის იცვლის ელექტრონული ომის კონფიგურაციას სადაზვერვო, მიმართული ენერგიის ან თუნდაც კლასიკურ გატლინგის ტყვიან ფქელზე. მისი ქვემეხი ჩაშენებულია კორპუსში, ამიტომ F-35A-ს არც ერთი ამ კონფიგურაციის შესაძლებლობა არ აქვს, რაც მას ბევრად ნაკლებად მოქნილ და სასარგებლო თვითმფრინავად აქცევს თანამედროვე სამხედრო თვალსაზრისით, ვიდრე მისი B და C ვერსიები. იმიტომ რომ ქვემეხის პოდის ნამდვილი ღირებულება არ არის იარაღი, რომელიც მასშია მოთავსებული, არამედ ის სივრცე, რომელსაც ის ქმნის. F-35A-ს ყოველთვის ექნება ეს შიდა ქვემეხი, რაც ზღუდავს მის ეფექტურობას და ამცირებს მის სარგებლიანობას მომავალ მისიებში. B და C მოდელები კი ბევრად მეც თავაზობენ. ისინი საზღვაო ქვეითებსა და საზღვაო ძალებს არჩევანის საშუალებას აძლევენ. მათ მისცეს ამ ძალებს შესაძლებლობა დასვან კითხვა, რა სჭირდება ამ მისიას. ყოველ განლაგებამდე და ყოველ ჯერზე გადაწყვიტონ იდეალური აღჭურვილობა, იქნება ეს მონაცემთა გადამცემი, ISR სენსორები, თუ რამე სრულიად სხვა. როდესაც პირველად გადაწყვიტეს F-35B-სა და C-ზე გარე ქვემეხის მიმაგრება, ინჟინრები უბრალოდ პრობლემას იმ ერთადერთი გზით აგვარებდნენ, რაც შეეძლოთ. თავდაპირველად ეს მოუხერხებელ გადაწყვეტილებად ჩანდა, რომელიც მხოლოდ F-35-ის საჰაერო შესაძლებლობების დაქვეითებისთვის იყო განცირული. თუმცა დროთა განმავლობაში ეს მოუხერხებელი დამატება თვითმფრინავის დიზაინის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ნაწილად იქცა. ნაკლი უპირატესობად იქცა და უნებლიეთ ამ გამანადგურებლებს უფრო მოქნილ, ძლიერ და მომავლისთვის მზად გახადა, ვიდრე ვინმეს ოდესმე წარმოედგინა.
21 საუკუნის ბრძოლის ველებზე სიზუსტე აუცილებელია. სოფლიოს წამყვან სამხედრო ძალებს, როგორიცაა შეერთებული შტატები, სჭირდებათ საშუალებები, რომ თავიანთი სამიზნეები ზუსტი სიზუსტით დაარტყან. ზოგჯერ ასობით მილის მანძილიდანაც კი. მხოლოდ ერთი პრობლემა არსებობს. იმ ტიპის საბრძოლო მასალების წარმოება, რომლებიც ასეთ ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ. მაგალითად, შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები უზარმაზარ თანხებს მოითხოვს. ჰაერი მიწა კლასის შორი მოქმედების რაკეტები, მაგალითად ჯასამები, თითოეულზე $1 მილიონ მეტი ღირს. ტომაჰაუკები კი თითოეული $3 მილიონ მეტია. მაშინაც კი როცა სამხედრო ბიუჯეტი თითქმის $1 ტრილიონ აღწევს, აშშ-ს არ შეუძლია ასეთი ძვილად ღირებული საბრძოლო მასალების მასიურად წარმოება და მით უმეტეს მათი ფლანგვა. მაგრამ რა მოხდება თუ სხვა გზა არსებობს? გზა, რომელიც შედარებით იაფ არამართვად ბომბებს, ჩვეულებრივზე ბევრად ნაკლებ ფასადს, დიდ მანძილზე მოქმედ და უაღრესად ზუსტ ფრთოსან რაკეტებად გადააქცევს. ესეთი გზა არსებობს და ეხლა შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ამ გენიალურ მიდგომას 4 ახალი ტიპის ზუსტი მართვადი იარაღის კონცეფციით იკლოს, რაც შესაძლოა ამერიკულ არსენალს უპრეცედენტოდ გააფართოვებს და განავითარებს. უგუნური, ანუ არამართვადი ბომბების ჭკვიან ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალებად გადაქცევის იდეა ახალი არ არის. აშშ-ს უკვე რამდენიმე ათეული წელია იყენებს ბოინგის ერთობლივი პირდაპირი შეტევის საბრძოლო მასალის, ანუ JDAM-ის სამიზნე მართვის კომპლექტებს და 1999 წლიდან მოყოლებული რამდენიმე ასეული ათასი ერთეულია წარმოებული. ეს მიმაგრებადი კომპლექტები შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, მათ შორის აეროდინამიკური კუდის სექციებისგან, ფრთების კომპლექტებისგან და ინერციული და GPS მართვის გაერთიანებული ბლოკებისგან. როდესაც ესეთი კომპლექტი მაგრდება უბრალო არამართვად ბომბზე, მაგალითად 2000 ფუნტიან MK-84-ზე JDAM მნიშვნელოვნად ზრდის მისი გამოყენების ეფექტურობასა და შესაძლებლობებს, რაც საშუალებას აძლევს თვითმფრინავებს განსაკუთრებული სიზუსტით დაარტყან ფიქსირებულ მიწის სამიზნეებს. უფრო ზუსტად რა ვთქვათ, JDAM-ებმა დაამტკიცეს, რომ ბომბის სიზუსტე იზრდება ისე, რომ სამიზნემდე დაშორება მხოლოდ 16 ფუტი, ანუ 5 მეტრია. გარდა ამისა, რადგან ორივე იყენებს GPS-სა და ინერციულ ნავიგაციას სამიზნეების დასათმელად, მათი გამოყენება შესაძლებელია ყველა ამინდის პირობებში, განსხვავებით უბრალო ან ლაზერული მართვის იარაღებისგან, რომლებსაც როგორც წესი სჭირდებათ მოწმენდილიცა ეფექტური გამოყენებისთვის. JDAM-ებს ასევე აქვთ უპირატესობა, რომ თავსებადია აშშ-ის უმეტეს საბრძოლო თვითმფრინავებთან, მათ შორის F-18 და F-35 გამანადგურებლებთან და B-2 ბომბდამშენებთან. მაგრამ ალბათ მათი ყველაზე დიდი და საუკეთესო უპირატესობა არის მათი ხელმისაწვდომობა ფასის მხრივ. JDAM-ის კომპლექტების ფასი მერყეობს $21000-დან $32000-მდე, რაც ძალიან მცირე ნაწილია იმ 7 ნიშნა ფასებთან შედარებით, რომლებიც ჩვეულებრივ მიენიჭება ფრთოსან რაკეტებს. გარდა ამისა, აშშ-ს აქვს უზარმაზარი მარაგი ჩვეულებრივი ბომბებისა, რომლებიც უბრალოდ ელოდებიან, რომ გადაიქცნენ ჭკვიან სუსტად მართვად საბრძოლო მასალებად და გამოყენებულ იქნან ქვეყნის მტრებზე. 2000-იან წლებში ბოინგმა კიდევ უფრო განავითარა JDAM-ის კონცეფციაცია და შექმნა JDAM Extended Range, ანუ JDAM ER, ორიგინალი JDAM-ის კომპლექტის ახალი ვერსია. ამან ბომბებს საშუალება მისცა გაცილებით დიდ მანძილზე, დაახლოებით 45 მილის, ანუ 72 კილომეტრის მანძილზე ეფრინათ. ეს სამჯერ უფრო შორს არის ვიდრე ორიგინალი JDAM-ი, ანუ დაახლოებით იგივე მოქმედების მანძილების მანძილია, რაც MS-42 HIMARS-ის რაკეტებს აქვთ. ეს შთამბეჭდავი მანძილია, მაგრამ მაინც ფერმხტალდება ისეთი იარაღებთან შედარებით, როგორიცაა JASM-ის ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც შეუძლია ასეულობით მილი დაფაროს სამიზნემდე მისვლამდე. საბედნიეროდ, Boeing-ს კიდევ რაღაც ჰქონდა სათადარიგოდ, კიდევ უფრო ძლიერი JDAM-ის კომპლექტი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს საუკეთესო რაკეტებს. გაცნობებთ ერთობლივი პირდაპირი შეტევის გრძელი მანძილის საბრძოლო მასალას, ანუ JDAM LRs. Boeing-მა პირველად ეს კონცეფცია 2010 წელს წარმოადგინა, როდესაც მან არსებული JDAM RS პაკეტისთვის რეაქტიული ძრავის კუდის კომპლექტის დამატება შესთავაზა. იმ დროს აშშ სამხედროები ამ იდეით დიდად არ დაინტერესდნენ, მაგრამ 2020 წლისთვის ვითარება შეიცვალა. შემდეგ 2026 წლის აპრილში აშშ-ს საზღვაო ძალებმა გამოაცხადეს, რომ მათ წარმატებით ჩაატარეს საბაზისო ვერსიის საცდელი ფრენები JDAM LR, რომელიც როგორც Boeing-ის წარმომადგენლები აცხადებენ, მოიცავს TDI J-85 ტურბორეაქტიულ ძრავს. ეს საშუალებას აძლევს ამ სრულიად ახალ ჭკვიან ბომბებს ბევრად უფრო შორს იმოგზავრონ ვიდრე წინა მოდელებს. საბაზისო სიშორით დაახლოებით 200 საზღვაო მილი, ანუ 230 მილი ან 370 კილომეტრი და პოტენციალით რომ კიდევ უფრო შორს წავიდეს. უკვე მესამე მსოფლიო ომში ვართ. იმიტომ რომ იმის მიხედვით რაც წაიკითხავ, შეიძლება ისეთი შეგრძნება დაგშეს, თითქოს სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ და სიახლეების თვალყურის დევნება უკვე აღარ არის ყველაზე რთული ნაწილი. სინამდვილეში რა არის მართალი? ამის გარკვევა მთავარი. აი მაგალითად ეს ამბავი, რომელიც პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით თითქმის 200 წყარომ გააშუქა. ამბობენ, რომ აშშ სამხედრო ძალების მიერ ირანის პორტების ბლოკადამ ეკონომიკური ვაჭრობა სრულად შეაჩერა 26 საათში. მაგრამ ერთი დღით ადრე კიდევ ერთი ამბავი, რომელსაც ძირითადად მემარცხენე მიმართულების თითქმის 80 წყარო აშუქებდა. ამბობდა, რომ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობა ბლოკადის პირველ დღეს თითქმის არ შეცვლილა. აბა, რომელი სიმართლეა?
სრულიად შეჩერებული ვაჭრობა, თუ მხოლოდ მცირე შეფერხება, თუ ორივე შეიძლება მართალი იყოს. სწორედ ასეთი განსხვავებული გაშუქების გამო ვიყენებთ Ground News, რათა ვიყოთ ინფორმირებული მსოფლიოს სხვადასხვა აქტიურ კონფლიქტებზე. თუ მხოლოდ ერთ ამ სათაურს ნახავდით, მხოლოდ ერთი პერსპექტივით დარჩებოდით და სრულიად განსხვავებული გაგება გექნებოდათ იმისა, რაც ხდება. Ground News-ი ყოველდღიურად ათასობით სიახლეს აგროვებს და თემების მიხედვით აწყობს. გაჩვენებთ მიკერძოებას, სანდოობასა და მფლობელობას თითოეული წყაროსთვის, რათა ყველა კუთხე ერთ ადგილას ნახოთ. ერთი ფუნქცია, რომელსაც ბოლო დროს ხშირად ვიყენებთ, არის blind spot-ი. ის გაჩვენებთ ამბებს, რომლებიც პოლიტიკურ სპექტრის ერთ მხარეს ფართოდ არის გაშუქებული, მაგრამ მეორე მხარეს თითქმის არ განეხილება. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურად სად გახართ. ეკოკამერიდან გამოსვლა უფრო ზუსტ წარმოდგენას გაძლევთ იმის შესახებ, რაც რეალურად ხდება და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ომის ნისლში უნდა გაერკვეთ. მიყრევით მულს ground.news/military show ან დაასკანერეთ QR კოდი, რათა მიიღოთ 40%-იანი ფასდაკლება შეუზღუდავით დომის Vantage გეგმაზე. და ეს ამცირებს ფასს, ისე რომ ის ერთი ჭიქა ყავის ფასზე ნაკლებია. ასე რომ სცადეთ Ground News თავად. საბაზისო JJDMLR ასევე განეხილება როგორც ამ მართვის კომპლექტის სამი დამატებითი ვარიანტის საფუძველი. თითოეულს თავისი უპირატესობა და დანიშნულება აქვს. მაგალითად, არსებობს სატყუარა JJDMLR, სწრაფი დარტყმის LR და საზღვაო დარტყმის LR. ამ იარაღების საოცარი სიშორე JJDM-ს სრულიად ახალ დონეზე ახავს. რაც ASHS-ს საშუალებას აძლევს ჩვეულებრივი ბომბები გადააქციოს უკიდურესად ზუსტ დისტანციური იარაღად, რომელიც შეიძლება გაუშვან შედარებით უსაფრთხო ადგილებიდან, ტრის საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან შორს. მაგალითად, მეოთხე თაობის გამანადგურებელ თვითმფრინავებსა და სტელს ბომბ-დამშენებს შეუძლიათ ეს იარაღები გამოიყენონ მტრის ტერიტორიაზე ღრმად მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ, ისე რომ საკუთარი თავი გაზრდილ საფრთხეში არ ჩააგდონ. როგორც ASHS-ის საზღვაო ძალების კაპიტანი Sara Abbott, ზუსტი დარტყმის იარაღის პროგრამის მენეჯერი განმარტავს, რადგან თეატრში მოქმედი საზღვაო ავიაცია კვლავ ძლიერ ეკრდნობა JJDM სისტემებს. პროგრამა აღიარებს ფლოტისთვის კიდევ უფრო დიდი დისტანციიდან მოქმედების შესაძლებლობის მიწოდების კრიტიკულ საჭიროებას. ეს ახალი შესაძლებლობა პილოტებს საშუალებას აძლევს სამიზნეები მნიშვნელოვნად უსაფრთხო დისტანციიდან გაანადგურონ და შეინარჩუნონ ტაქტიკური უპირატესობა დაპირისპირებულ გარემოში. და LR მხოლოდ უკეთეს დისტანციას არ ნიშნავს. ასევე ითქვა, რომ ეს ახალი კომპლექტები უზრუნველყოფს მოწინავე ენერგიის გენერირების შესაძლებლობებს, რაც ამ ბომბებს მნიშვნელოვნად უფრო ჭკვიანს გახდის და გააქტიურებს ახალ ფუნქციებს, როგორიცაა ორმხრივი მონაცემთა გადაცემა ან მოწინავე სამიზნის ძებნის სისტემები, რათა თითოეული საბრძოლო მასალა კიდევ უფრო ზუსტი იყოს მოძრავი სამიზნეების წინააღმდეგ ან ელექტრონული ომის პირობებში. ეხლა სანამ განვიხილავთ JJDM-LR-ის სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ მახასიათებლებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მალე შეიძლება ფლოტის განკარგულებაში იყოს. აქ უფრო დეტალურად ვნახოთ რეალური ტესტირების პროცესი, რომელიც ფლოტის Point Mugus საზღვაო პოლიგონზე კალიფორნიის სანაპიროსთან ახლოს ჩატარდა. იქ ორი JJDM-LR გაუშვეს ASHS-ის ფლოტის FA-18 Super Hornet-ებიდან სხვადასხვა სატესტო ფრენის დროს. თითოეულმა იარაღმა დაახლოებით 200 საზღვაო მილი დაფარა გამანადგურებელიდან გამოყოფის შემდეგ. ერთ-ერთი ტესტის დროს კი ფრენისას სიმაღლის ცვლილებები და იარაღის მანევრირება განხორციელდა, სანამ მიზნობრივ ობიექტთან რამდენიმე მეტრში არ მოხვდა. საინტერესოა, რომ ბომბები ასევე გაუშვეს არსებული JJDM ინტერფეისის გამოყენებით, რომელიც უკვე შედის FA-18-ებსა და ASHS-ის ფლოტის სხვადასხვა თვითმფრინავებში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ამ JJDM-LR-ების დანერგვა სწრაფი და შეუფერხებელი უნდა იყოს. თვითმფრინავებს არ დასჭირდებათ დროის მომთხოვნი მოდიფიკაციები ან ახალი სისტემების დაყენება. ამის ნაცვლად ახალი კომპლექტები უბრალოდ შეიძლება დაპენდეს იმ მრავალ ტაქტიკურ და სტრატეგიულ თვითმფრინავზე, რომლებმაც უკვე გამოიყენეს JDM-ები წარსულში. პირველი ტესტი გავრცელებული ინფორმაციით ჩატარდა 1 აპრილს და მოიცავდა JJDM-LR-ს, რომელიც 34 წუთის განმავლობაში მიფრინავდა საკუთარი ტურბოძრავის ძალით, სანამ მიზანში რამდენიმე მეტრის სიზუსტით არ მოხვდა. ესეთი ტიპის სისტემა, როგორც წესი, მინიმუმ 500 ფუნტის, ანუ 226 კილოგრამის წონის ბომბებს ემაგრება. ასეთი შეცდომის ხვარი სრულიად მისაღებია, რადგან აფეთქების ტალღა მაინც საკმარისად ძლიერი იქნება, რომ ახლომდებარე ნებისმიერ ნაგებობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. რამდენიმე დღის შემდეგ 3 აპრილს მეორე ტესტი ჩატარდა, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებით. ამჯერად სამიზნემდე შედარებით პირდაპირი და ხაზოვანი მარშრუტის ნაცვლად JJDM-LR-ს დაევალა უფრო რთული ფრენის პროფილის დაცვა, რაც მოულოდნელ სიმაღლის ცვლილებებსა და საჰაერო მანევრებს მოიცავდა. ასეთი მოძრაობები რეალურ საბრძოლო პირობებში იქნება საჭირო, რათა ამჭკვიანმა საბრძოლო მასალებმა შეძლონ მტრის თავდაცვითი სისტემების თავიდან აცილება და სამიზნემდე მისვლის უკეთესი შანსი ჰქონდეთ. კიდევ ერთხელ გამოცდა დიდ წარმატებად შეფასდა, რადგან ცნობების მიხედვით ზუსტი მართოდი საბრძოლო მასალამ დაფარა ანალოგიური მანძილი და მიაღწია ანალოგიურ შედეგს, როგორც 1 აპრილს გაშვებულმა. ეს მართლაც ძალიან გამომხნევებელი ამბავია.
ტესტირებამ ნათლად აჩვენა იარაღის უსაფრთხო გამოყოფა, არსებული თვითფრინავის სისტემებთან ინტერფეისის შესაძლებლობა და კონტროლირებადი ძრავიანი თავისუფალი ფრენა და ნავიგაცია გაცილებით დიდ მანძილზე, ვიდრე ნებისმიერი არსებული JJDM სისტემის შემთხვევაში. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ამან დაამტკიცა, რომ JJDM-LR აღარ იყო მხოლოდ მიუღწეველი ოცნება, არამედ რეალური, ფუნქციონალური მოწყობილობა. მზადაა რომ გარდაქმნას ისეთი უმართავი ბომბები, როგორიცაა MK-82, 83 და 84 ავიამზიდზე დაფუძნებულ რეაქტიულ ფთოსან რაკეტებად, რომლებიც არამხოლოდ ასეულობით მილის დაფარვას შეძლებენ, არამედ ამას მაღალი სიჩქარითაც გააკეთებენ. ექსპერტების შეფასებით, აპრილის დასაწყისში ჩატარებულ ტესტებში გამოყენებული JJDM-ები დაფარული მანძილისა და დაფიქსირებული ფრენის დროის მიხედვით, სავარაუდოდ საათში დაახლოებით 400 მილის სიჩქარით მოძრაობდნენ, თუ არა მეტით. ყველაზე კარგი ის არის, რომ წინა JJDM ვერსიების მსგავსად, JJDM-LR-იც გაცილებით იაფია, ვიდრე ნამდვილი ფთოსანი რაკეტა. თუმცა, მას უფრო მაღალი ფასი აქვს, ვიდრე ორიგინალ JDM-სა და უფრო განვითარებულ JDM-R-ს, რადგან მთელი სისტემის ღირებულება ერთ ერთეულზე დაახლოებით $200,000 არის შეფასებული. მაგრამ როცა ამას შეადარებთ ჯასმებისა და ტომაჰოკების $1 მილიონზე ან მეტზე შეფასებულ ფასებს, განსხვავება აშკარად ჩანს. მხოლოდ ერთი ჯასამის ფასად ASHS-ს შეუძლია შექმნას 5 JJDM-LR ბომბი. ტომაჰოკის იგივე ფასად მას შეუძლია ჰქონდეს 10 შორ მანძილზე ზუსტი საბრძოლო მასალა, სად მტერზე ჯოჯოხეთის დასატეხად. მაგრამ სანამ დეტალურად განვიხილავთ უნიკალურ LR ვარიანტებს, რომლებსაც მალე შესაძლოა საზღვაო ძალები იყენებდნენ, თუ ასეთი ტიპის ანალიზი გსურთ, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვყოფს და ვაანალიზებთ ყველაფერს. ეხლა საბაზისო JJDM-LR უკვე გამორჩეულია, რადგან მას შეუძლია ოდესღაც უმართავ 500 კილოგრამიან ბომბებს ოპერაციული რადიუსი 300 საზღვაო მილის, ანუ 345 მილის, ან 555 კილომეტრის ფარგლებში მიანიჭოს. მაგრამ ბოინგი აშკარად აპირებს ამ ტექნოლოგიის მაქსიმალურად განვითარებას და ბევრად უფრო ფართო მიმართულებებით, ვიდრე ექსპერტებს თავდაპირველად წარმოედგინათ. ამ სისტემის სამი დამატებითი ვარიანტიდან პირველი არის JJDM-LR სატყვარა. როგორც სახელიდან ჩანს, ეს იარაღი რეალურად არ გამოიყენება სამიზნეებზე, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები ან ინფრასტრუქტურა. არამედ შექმნილია მტრის დასაბნევად, ან იმისთვის, რომ ისინი აიძულოს $1 მილიონიანი რაკეტები დახარჯონ მოჩვენებითი საფრთხის გასანეიტრალებლად. სატყვარა LR-ები ასაფეთქებელ ქობინებს ცვლიან დამატებითი საწვავის ავზებით, რაც მათ საოპერაციო მანძილს ზრდის საოცარ 700 საზღვაო მილამდე, ანუ 805 მილი, ან თითქმის 1300 კილომეტრამდე. ესეთი საბრძოლო მასალის სარგებელი აშკარად ჩანს. ისინი შეიძლება გაშვებულ იქნას ზალპებით, რათა მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადაიტვირთოს. მაგალითად, აიძულოს მოწინააღმდეგე ამოწუროს თავისი ჩამჭერები, ამავე დროს შექმნას უსაფრთხო კორიდორები, ნამდვილი ქობინებისა თუ პილოტირებადი თვითფრინავებისთვის, რომლებიც შემდეგ მათ კვალს გახვებიან. მათი ზომის, სიჩქარისა და მოქმედების რადიუსის წყალობით, ეს სატყვარები რადარის ეკრანებზე დიდი ალბათობით ნამდვილი ფთოსანი რაკეტებივით გამოჩნდება, მაგალითად JASSM-ის მსგავსად. და არც ერთი მოწინააღმდეგე არ მოისურვებს რისკზე წასვლას და მისცემს ასეთ რაკეტას საშუალებას უბრალოდ სწრაფად გაიფრინოს და მიზანს დაარტყას. თუმცა ციფიქრონ, რომ ეს სატყვარია, მაინც მოუწევთ რეაგირება და მისი ჩამოგდება. ეს კი დროის, ენერგიისა და რესურსების ფუჭად ხარჯვას გამოიწვევს. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ სატყვარის ვარიანტი ერთი შეხედვით შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი ჩანდეს, მას გაცილებით მეტი ღირებულება და პოტენციალი აქვს ვიდრე ჩანს. დანარჩენი ორი ვარიანტი, რომლებიც ორივე საზღვაო სამხედრო ოპერაციებზეა ორიენტირებული, ალბათ ყველაზე შთამბეჭდავია მათ შორის. პირველი არის Quick Strike LR. ზუსტად ისე როგორც საბაზისო JJDM-LR, ეს სინამდვილეში არსებული სისტემის Quick Strike ER-ის ბუნებრივი განვითარება. საწმისი Quick Strike ER, მოკლედ რო ვთქვათ, იყო 2000 ფუნტის საერთო დანიშნულების ბომბი, რომელსაც მიემაგრა წყალქვეშა ნაღმების კომპონენტები, მათ შორის ახალი ფიუზი და შემდეგ მიემაგრა ტრადიციულ JJDM-ის Glide ფთის კომპლექტზე, რომელიც ზრდის მანძილს. შედეგი უზარმაზარი წყალქვეშა ნაღმი, რომლის განთავსებაც შესაძლებელია მიზნობრივი ზონიდან 40 მილის დაშორებით. როგორც კი საბრძოლო მასალა მიუახლოვდება სამიზნე კოორდინატებს, ის მაღალი სიჩქარით პირდაპირ წყლისკენ გლაიდავს, სანამ ზედაპირს არ დაეჯახება და შემდეგ საზღვაო ნაღმად განთავსდება. შემდეგ ნაღმი ნელა იძირება, როგორც წესი დაახლოებით 300 ფუტამდე სიღმის წყლის არხებში, ან უფრო ნაკლებში და ელოდება, როდის მიუახლოვდება სამიზნე ძალიან ახლოს. მის ბორტზე არსებული Mark 47-ის სამიზნის აღმოჩენის მოწყობილობა შეუძლია დააფიქსიროს მტრის ხომალდების ნიშნები ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ისინი აუცილებლად არ ფეთქდებიან მაშინვე. ისინი შეიძლება დაელოდონ იდეალურ მომენტს, გაარჩიონ სხვადასხვა ტიპის ხომალდები ან თვლიან გემებს, როცა ისინი გაივლიან და მხოლოდ მაშინ ფეთქდებიან, როცა დრო სწორია მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად. რადგან ისინი გამოიყენება შედარებით არაღრმა წყლებში, როგორიცაა სანაოსნო არხები, მდინარეები, შიდა წყლის გზები და ნავსადგურები. და იწონიან 2000 ფუნტს, ეს უზარმაზარი ნაღმები უპრობლემოდ ახერხებენ ყველაზე დიდი საბრძოლო ხომალდების ჩაძირვასაც კი. და მხოლოდ ერთი B-52 ბომბდამშენიც კი საკმარისია, რომ ათეულობით მილის მანძილიდან ჩამოაგდოს ამ მეგანაღმებიდან 12-მდე. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს მანძილი რამდენჯერმე გაიზარდა.
სწორედ აქ ერთვება საქმეში Quick Strike LR-ი. აქ Boeing-მა განაახლა ორიგინალური სრიალა ფრთის კომპლექტი, რომელიც ER ვერსიაზე იყო გამოყენებული და დაამატა TOWS ტურბოჯეტიანი ძრავა, რითაც ოპერაციული მანძილი 300 მილზე მეც გადააჭარბა. ამას მნიშვნელობა ვერ დაუგნინდება. წარსულში თუ აშშ-ს სურდა წყლის გზების დანარგვა, თუნდაც სწრაფი დათმის სისტემით, მაინც უწევდა თავისი ბომბდამშენები და ეკიპაჟები საკმაოდ ახლოს გაეგზავნა სამიზნე ადგილებთან, რაც მათ საფრთხეში აგდებდა და უამრავ ლოგისტიკურ სირთულეს ქმნიდა. ეხლა Quick Strike LR-ის საშუალებით ეს პრობლემა მთლიანად მოხსნილია. აშშ-ს ექნება შესაძლებლობა დანაღმოს წყლის გზები, რომლებიც ასობით მილის დაშორებითაა, მეგობრული ან ნეიტრალური საჰაერო სივრციდან მოქმედებით. იმის ნაცვლად, რომ ეკიპაჟები და მილიარდდოლარიანი ბომბდამშენები მტრის ხაზებს მიღმა გაგზავნოს და ამით სიცოცხლეები საფრთხეში ჩააგდოს. ეს უსაზღრო შესაძლებლობებს უხსნის აშშ-ს სამხედრო ძალებს, ხოლო ამავე დროს შიშს თესავს მისი მტრების გულებში, როცა ისინი აცნობიერებენ, რომ ახლა ვეღარც ყველაზე დაცული და შიდა წყლის გზებიც კი იქნება ოდესმე ნამდვილად უსაფრთხო. JDAM LR-ის საბოლოო ვარიანტი არის საზღვაო დარტყმის ვერსია და არც Boeing-ს და არც სამხედროებს ამ ვერსიაზე ბევრი კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებიათ. თუმცა, ჩვენ მაინც შეგვიძლია გონივრული ვარაუდი გამოთქვათ მისი დიზაინისა და შესაძლებლობების შესახებ, რადგან დიდი ალბათობით ეს არის უკვე არსებული სისტემის განახლებული ვერსიის კიდევ ერთი მაგალითი. კერძოდ, საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორიის AFRL QuickSync Munitions. QuickSync აგებულია JDAM-ის მიერ ჩამოყალიბებულ საფუძვლებზე, ბაზისურ კომპლექტში დამატებითი მართვის სისტემების დანერგვით. უფრო ზუსტად რო თქვათ, ის ცვლის საბრძოლო მასალის წინა ნაწილს მრავალრეჟიმიანი მაძიებელი სისტემით, რომელიც აერთიანებს რადარისა და ინფრაწითელი გამოსახულების შესაძლებლობებს ერთ ინტეგრირებულ სისტემაში. ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინ როცა ტრადიციული JDAM-ები, როგორც წესი, მხოლოდ ფიქსირებულ სამიზნეებზე კონკრეტულ ადგილას დარტყმისთვის არის ეფექტური, QuickSync შეუძლია გამოიყენოს თავისი JDAM-ის მართვის სისტემები, რათა მიაღწიოს სამიზნეგემის ზოგად სიახლოვეს, შემდეგ კი გადაერთოს რადარსა და ინფრაწითელ სენსორებზე, რათა იპოვოს და შემდეგ ზუსტად მიემართოს იმ ხომალდზე, რომელსაც უნდა დაარტყას. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ის ეფექტურია მოძრავი სამხედრო გემების წინააღმდეგ. მას რეალურად შეუძლია გამოთვალოს გემის მიმართულება და სვლის სიჩქარე. შესაბამისად დაარეგულიროს საკუთარი ტრაექტორია, რათა წარმატებით შეეჯახოს ხომალდის კორპუსს. Voyager-ზე წყლის ხაზის ქვემოთ. ეს ტექნოლოგიის გამორჩეული ნიმუშია, რომელიც ადრე შედარებით მარტივ Blue 109 ბომბებს სოფლიო დონის გემების გამანადგურებლებად აქცევს. ბევრი სამხედრო ექსპერტი QuickSync-ს მსოფლიოში არსებულ ყველაზე გამანადგურებელ ანტიგემურ იარაღებს შორის ასახელებს. მთელ მსოფლიოში. დღეს ის ისეთ იარაღებთან ერთად დგას, როგორიცაა საზღვაო ძალების Mark 48 მძიმე ტორპედოები. Სუსტად ისე როგორც ჩვეულებრივი JDAM-ები, QuickSync-ს შეუძლია მიზნიდან 15 მილამდე მანძილზე იყოს გაშვებული. მაგრამ თუ საზღვაო ძალები ამავე სისტემას JDAM LR ტექნოლოგიას დაამატებს, უცებ საქმე გექნებათ გემების გამანადგურებელთან. ეს არ მხოლოდ საოცრად სანდო და ზუსტია, არამედ აქვს ფრთოსანი რაკეტის მანძილიც. იგი იყენებს თავის სრიალა ფრთებს და ტურბოძრავ ძრავს, რათა მიაღწიოს სამიზნეებს, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე 100 მილი დაშორებით იყოს. ამ ყველაფერს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, მაგრამ რამდენიმე ექსპერტი მიიჩნევს, რომ ესაა ყველაზე სავარაუდო შედეგი იმაზე დაყრდნობით, რაც ამ ეტაპზე ვიცით. ამ ყველაფერთან ერთად ღირს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ახალი JDAM LR ტექნოლოგია ამ ზუსტი საბრძოლო მასალებისთვის უზრუნველყოფს საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას მათი ჩაშენებული ტურბინის ძრავების წყალობით, რაც მათ საშუალებას აძლევს დამატებითი სისტემებისა და მოწყობილობების, მაგალითად უფრო თანამედროვე სამიზნეების მაძიებლების, საკომუნიკაციო არხების და სხვა მსგავსი საშუალებების მხარდაჭერას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, LR გაუმჯობესებებით. JDAM-ები ბევრად უფრო ჭკვიანი და მნიშვნელოვნად უფრო ქმედუნარიანი გახდება, ვიდრე ოდესმე. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო ძალების ტესტირება მხოლოდ 500 ფუნტიანი საბრძოლო თავებით ჩატარდა, სრულიად შესაძლებელია, რომ JDAM LR კომპლექტები ასევე თავსებადი იყოს სხვა წონისა და კლასის საბრძოლო თავებთანაც. ამაზე დაყრდნობით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ძველმოდური JDAM-ები შესაძლოა მოხმარებიდან ამოღების გზაზე იყვნენ, მაგრამ ეს თითქმის ნამდვილად არ მოხდება. საზღვაო ძალების არსენალში საკმარისი ადგილია ყველა ამ სისტემისთვის, ორიგინალური JDAM-ებისთვის, ER-ებისთვის და LR-ებისთვის, რომ ერთად იარსებონ, რადგან თითოეულს თავისი უნიკალური უპირატესობები და მახასიათებლები აქვს. მაგალითად, ორიგინალური და ER სისტემები ბევრად იაფია დასამზადებლად ვიდრე ახალი LR-ები და კვლავ იდეალურია შედარებით მოკლე მანძილზე გამოყენებისთვის, ან ისეთ ადგილებში, სადაც ძლიერი რადარები და სარაკეტო ბატარეები არ იცავს ტერიტორიას. ამასობაში LR-ები დაემატება ამერიკის მზარდ არსენალს შორი მოქმედების იარაღების, რომლებიც ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც მათ იყენებენ უფრო დაუცველი თვითმფრინავები კონფლიქტის საწყის ეტაპებზე, როცა მტრის საჰაერო თავდაცვა ჯერ კიდევ ჩართული და მოქმედია. აი რატო არის ასეთი დიდი უპირატესობა, რომ ყველა JDAM სისტემა შეიძლება იმავე თვითმფრინავზე იმუშაოს და გუნდებს მარტივად შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის JDAM-ების დაყენება და მოხსნა, სწრაფად და ეფექტურად, რაც ბევრად ამარტივებს საქმეს აშშ-ის. მეთაურებისთვის და ამერიკის მტრებისთვის ამას მომავალი თაობების განმავლობაშიც ბევრად გაართულებს. აშშ-ს სამხედროები რაღაც წარმოუდგენელს აპირებენ. ეს ირანს არ ეხება. ეს არ არის კიდევ ერთი შეჭრა.
მოლეთ თვალიცას, რადგან აშშ პირდაპირ ვარსკვლავური ომებიდან ირებს რაღაცას, რაც მის მტრებს შორი მოქმედების გეგმებს დაუნგრევს. ის მტრები შეშინებულები არიან იმის გამო, რასაც აშშ უაპირებს ასობით მილის სიმაღლეზე განათავსოს თავის ტერიტორიაზე და მართლაც უნდა ეშინოდეთ. მაგრამ ამ სიგიჟეს კიდევ უფრო მეტი ფენა აქვს. თვითონ იარაღი უკვე საკმარისად გიჟურია, მაგრამ მისი ღირებულება, ეს უკვე სრულიად სხვა დონეა სიგიჟის. რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობთ ოქროს გუმბათის პროექტზე, რომელსაც აშშ ქმნის როგორც თავის საბოის საბოლოო თავდაცვას, ამჟამინდელი და მომავალი თაობის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთი და ჩინეთი შეიძლება გაუშვან. ჩვენ უკვე ვიცით ძირითადი ინფორმაცია. კოსმოსში განთავსებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ბალისტიკურ რაკეტებს მათ აჩქარების ფაზაში მოგზაურობის პიკზე გაანადგურებენ, რითაც დედამიწაზე განთავსებულ დამცავ სისტემებს აღარ მოუწევთ მათი ჩამოგდების მცდელობა მაშინ, როცა ისინი უკან დედამიწისკენ ბრუნდებიან. მაგრამ ეხლა უკვე გვაქვს გარკვეული დეტალები. ეს არის ჩვენი პირველი რეალური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ოქროს გუმბათი. ეს წარმოდგენა მივიღეთ კონგრესის ბიუჯეტის ოფისის, ანუ CBO-ს წყალობით, რომელმაც ოქროს გუმბათის სავარაუდო ვერსიის ხარჯთან რიცხვა გამოაქვეყნა. დაიმახსოვრეთ ეს ხარჯი, ჩვენ მასთან კიდევ დავბრუნდებით, მაგრამ ჯერ CBO ამბობს, რომ ოქროს გუმბათის ბირთვი იქნება 7800 ანტისარაკეტო გადამჭერი მოწყობილობის მასიური კონსტელაცია, რომლებიც დედამიწის ორბიტაზე იქნებიან განლაგებული და დაელოდებიან ნებისმიერ ბალისტიკურ რაკეტას, რომელიც მათ სამიზნეში მოხდება. ეს 7800 სარაკეტო გადამჭერი მთლიან ხარჯთა რიცხვის 60% შეადგენს, რაც CBO-მ დაადგინა. ჩვენ ჯერ არ ვიცით დეტალები ამ გადამჭერების შეების შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ აშშ პატრიოტებს კოტებს კოსმოსში წაიღებს და მთვარეზე განათავსებს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ვიღაც ამ გადამჭერების განვითარებაზე მუშაობს. ეს ვიღაცაა Lockheed Martin. და მან თავისი გეგმების ნაწილი 1 მაისის პრეს-რელიზში გაამჟღავნა, სადაც განმარტა, რომ აშშ-ის კოსმოსური ძალების კოსმოსური სისტემის სარდლოს სისტემების სარდლობამ კომპანია აირჩია, რათა შეიმუშაოს შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა კოსმოსზე დაფუძნებული გადაჭერის პროგრამის SBI-ის მხარდაჭერისთვის, რომელსაც ასევე ოქროს გუმბათი ეწოდება. პრეს-რელიზი ამაზე მეტად საკმაოდ ზოგადია. Lockheed Martin ხაზს უსვამს თავის გამოცდილებას, საბრძოლო პირობებში გამოცდილი რაკეტსაწინააღმდეგო გადამჭერებით, როგორიცაა PAC-3 რაკეტები, რომლებიც პატრიოტის სისტემებში გამოიყენება, და საუბრობს იმაზე, რომ სამშობლოს დამცავ მრავალსფეროიან, მრავალდონიან ფარს ადრეულ დამატებით ფენას შემატებს. მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ რას ამზადებს ეხლა, როცა ოქროს გუმბათის პროექტისთვის შეარჩიეს, Lockheed Martin ამ კოზირს ძალიან ფრთხილად ინახავს. კონირულადაც, რადგან აშშ-ს არ სურს ვინმემ გაიგოს, როგორ მუშაობს მისი კოსმოსში განთავსებული გადამჭერები მანამდე, სანამ ისინი დამონტაჟდება და მზად იქნება. მაინც, ჩვენ უკვე ვიწყებთ წარმოდგენას, როგორი იქნება ოქროს გუმბათი. საჰაერო თავდაცვის ქსელი, რომლის შექმნასაც 10 წლეულები დასჭირდა, უკვე რეალობას ემსგავსება. და ვარსკვლავური ომების სახელწოდებამ, რომელმაც ეს იდეა წარსულში დააკნინა, ეხლა დიდი ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რომ ეს ყველაფერი რეალობას დაემსგავსოს. და ოქროს გუმბათს მხოლოდ ორბიტაზე განთავსებული 7800 საჰაერო თავდაცვის სისტემა აშექმის. გახსოვდეთ, რომ CBO ამბობს, ისინი შეადგენენ იმ გიჟური ბიუჯეტის შეფასების 60%-ს, რომელიც წარმოდგენილია. ოქროს გუმბათის სხვა ასპექტებზე აშშ-ის ოფიციალურ პირებსაც უსაუბრიათ. 29 აპრილს Washington Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია კოსმოსური ძალების გენერალ Michael A. Gettlein-ის კომენტარებზე. ის არის ოქროს გუმბათის პროგრამის დირექტორი და მან გაამხილა, თუ რას ისახავს მიზნად ეს პროგრამა. ოქროს გუმბათი შექმნილია მომავალი თაობის საჰაერო საფრთხეებთან საბრძოლველად, რაც მოიცავს უპილოტო საჰაერო სისტემებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ფრთოსან რაკეტებს, ჰიპერბგერით და მანევრულ ჰიპერბგერით რაკეტებს, ასევე საჰაერო და საზღვაო ბალისტიკურ რაკეტებს, განაცხადა Gettlein-მა. ეს საკმაოდ ფართო სპექტრია და შესაძლოა კოსმოსში განთავსებული 7800 რაკეტსაწინააღმდეგო გადამჭრელიც კი არ იყოს საკმარისი, ამ ტიპის ყველა იარაღის შესაჩერებლად. ეს განსაკუთრებით ეხება ფრთოსან რაკეტებს, რომლებიც ცნობილია იმით, რომ რელიეფს მიყვებიან და არა კოსმოსში ადიან. ოქროს გუმბათს, როგორც ჩანს, ამაზე გადაჭრის გზები აქვს, თუმცა ზუსტად ისე, როგორც Lockheed Martin-ის მიერ დამუშავებულ გადამჭრელებთან დაკავშირებით, დეტალები ბუნდოვანია. Washington Times-ის მიხედვით, ოქროს გუმბათი ყველა 50 შტატს დაიცავს და მასში ჩაერთვება მაღალტექნოლოგიური იარაღი და ხელოვნური ინტელექტი არსებულ თავდაცვით სისტემებთან ერთად, განაცხადა მან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კოსმოსში განთავსებული გადამჭრელები მასშტაბური თავდაცვითი ქსელის ნაწილი იქნება, რომელიც მოიცავს ამერიკის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ელექტრონულ ომს და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიებს. ამ ყველაფრის საფუძველს პროგრამა, რომელსაც არაოფიციალურად ეწოდება სარაკეტო თავდაცვის სისტემა NEXT, ანუ MDS NEXT, წარმოადგენს. ჩვენი მიზანია შევცვალოთ ჩვენი მოწინააღმდეგეების გათვლები NDS NEXT-ისთვის მოწინავე შესაძლებლობების სწრაფად დანერგვით, რაც შეინარჩუნებს მებრძოლის გადამწყვეტ სამხედრო უპირატესობას, ამბობს სარაკეტო თავდაცვის სააგენტოს დირექტორი, საჰაერო ძალების ლეიტენანტ გენერალი Heath A. Collinsi. თუ ის მართალია, ოქროს გუმბათი ამერიკის მტრებისთვის საშინელება იქნება.
და პროგრესი შეინიშნება იმ შეთანხმების მიღმაც, რომელიც პენტაგონმა Lockheed Martin-თან გააფორმა. ამ დროისთვის აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა 20 კონტრაქტი მიანიჭა 12 სხვადასხვა კომპანიას, რომლის საერთო ღირებულება $3.2 მილიარდამდე. იუწყება Air and Space Forces. მიუხედავად იმისა, რომ ორბიტაზე განთავსებული რაკეტსაწინააღმდეგო ჩამჭერები, რომელზეც Lockheed Martin მუშაობს, ამ კონტრაქტების მთავარი თემაა სხვა კონტრაქტები გადაეცა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Northrop Grumman, SpaceX-ი, რომელიც როგორც წარმოგვიდგენია პროექტში მონაწილეობას მიიღებს თავისი უკვე არსებული სატელიტების კონსტელაციით, რომლებიც Starlink-ს უზრუნველყოფენ და Raytheon-ი. ერთი რამ, რაც ამ ყველაფერში დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, მარტივია. ოქროს გუმბათი რეალურია. ეს უკვე ხდება და კონტრაქტები უკვე გაიცემა. მაგრამ სანამ დაუბრუნდებით CBO-ს ანგარიშის კიდევ ერთ გიჟურ ნაწილს, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მოდის Warzone-ის, ანუ TWZ-ის რეპორტაჟიდან, იმ 7800 კოსმოსურ ჩამჭერთან დაკავშირებით, რომლებიც როგორც CBO თვლის, საჭირო იქნება ოქროს გუმბათის რეალიზებისთვის. TWZ იუწყება, რომ ყველაფერი, რაც CBO-მ თქვა ოქროს გუმბათზე, ეფუძნება ვარაუდს, რომ სისტემას ექნება 6 ძირითადი ელემენტი. პირველი სიაში არის მასიური კონსტელაცია 7800 კოსმოსური ჩამჭერისგან, რომლებიც შთანთქავენ ბიუჯეტის 60%-ს და როგორც ჩანს, ოქროს გუმბათის ყველაზე მოწინავე ასპექტს წარმოადგენენ. თუ მთელი სისტემა შეძლებს შეკვრას, ეს ჩამჭერები იქნებიან პასუხისმგებელნი ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაზე, მაშინ როცა ისინი ჯერ კიდევ აჩქარების ფაზაში ან კოსმოსში მოგზაურობის მონაკვეთში იმყოფებიან. სხვა ელემენტები მოიცავს როგორც ზედა, ასევე ქვედა ფართო ზონის სახმელეთო ობიექტებს, შემდეგ კი რეგიონულ სექტორებს და დამატებით თვითდაწვას, ამერიკის 4 არსებული სახმელეთო ობიექტისთვის. ასევე არის საუბარი კოსმოსურ სატელიტურ კონსტელაციაზე, რომელიც გამოიყენება სამიზნეების თვალთვალისთვის. და სწორედ აქ მიგვაჩნია, რომ SpaceX-ი სავარაუდოდ ჩაერთვება. ფენები, რომლებიც კოსმოსურ დამჭერებსა და სატელიტურ კონსტელაციას შორისაა, სავარაუდოდ ყველა ეხება ამერიკის არსებული სახმელეთო და საზღვაო რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაფართოებას. რაც მოიცავს ისეთ სისტემებს, როგორიცაა ტერმინალური მაღალი სიმაღლის არეალის თავდაცვის სისტემა და მომდევნო თაობის დამჭერი, იტყობინება TWZ. ასე რომ ეს როგორც ჩანს ადასტურებს მთლიანად ოქროს გუმბათის გეგმას. ყოველ შემთხვევაში როგორც ამას CBO ხედავს. დამჭერები კოსმოსში, რომლებიც მხარდაჭერილია დამატებითი დამჭერებით მიწაზე და ყველა ეს სისტემა მიიღებს მონაცემებს სატელიტებიდან, სენსორებიდან და რადარებიდან, რომელთაგან უკანასკნელი ორი სავარაუდოდ იქნება ის, რაც აშშ-ს უკვე აქვს მიწაზე განთავსებული. იწყებს ფორმირებას სურათი იმის შესახებ, თუ რა იქნება ოქროს გუმბათი. მაგრამ ჯერ არ მისულვართ ყველაზე გიჟურ ნაწილამდე. რამდენადაც შთამბეჭდავად არ უნდა ჟღერჟღებდეს ეს სისტემა, რომელიც პირდაპირ ვარსკვლავური ომებიდან არის აღებული, ყოველთვის არსებობს არასასიამოვნო ასპექტი, ხარჯი, რომელიც გასათვალისწინებელია. ციფრები გაგაუგნებთ, მაგრამ სანამ გადავხედავთ რას აფასებს CBO ამ ყველაფრის ღირებულებად, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ არხიდან ახალ ინფორმაციას იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ ნახოთ ჩვენი სხვა ვიდეოებიც. ეხლა ღირებულება. ჩვენ პირდაპირ გეტყვით. CBO ამბობს, რომ ოქროს გუმბათის ისეთი ვერსიის შექმნა, რომელსაც ექნება 7800 კოსმოსში განთავსებული ჩამჭერი და ყველაფერი დანარჩენი, რაც დეტალურად ავხსენით, შესაძლებელი იქნება. პენტაგონს დასჭირდება განსაცვიფრებელი 1.2 ტრილიონი დოლარის დახარჯვა განვითარებისთვის, განლაგებისთვის და მოვლისთვის. და კიდევ ერთი პრობლემა რომ დავამატოთ, ამ უზარმაზარი ხარჯების შედეგად მიღებული ოქროს გუმბათი იქნება საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იმუშავებს, სანამ ყველაფერი შესაძლებელი გახდება. 1.2 ტრილიონი დოლარიდან, რასაც CBO აფასებს. დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი დასჭირდება ოქროს გუმბათთან დაკავშირებული შეძენის ხარჯებისთვის. დანარჩენი თანხა სავარაუდოდ დაიხარჯება საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებასაც და მათ მოვლაზე, სანამ ისინი 100 მილის სიმაღლეზე ამერიკის თავზე ბრუნავენ. პერსონალს უნდა გადაუხადონ ხელფასი, საჭირო იქნება მოვლა, შეკეთება და პერიოდული განახლება. თუ CBO მართალია, აშშ-ში უზარმაზარ თანხას დახარჯავს ოქროს გუმბათზე. ამ ციფრებთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა არსებობს. პირველ რიგში მიუხედავად იმისა, რომ 1.2 ტრილიონი დოლარი უზარმაზარი თანხა, ეს არ არის იმ ფარგლებს გარეთ, რასაც აშშ-შო ადრე იხდიდა თავისი საბრძოლო შესაძლებლობების გასაუმჯობესებას გასებლად. Business Insider-ის მიხედვით, F-35-ის პროექტმა აშშ-ს ინფლაციის გათვალისწინებით 2 ტრილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. ასე რომ, მსგავსი ტიპის ხარჯვას პრეცედენტი უკვე აქვს. კიდევ ერთი შენიშვნაა, რომ ეს ციფრი მთლიანად შეფასებაა, რომელიც CBO-მ შეადგინა და თვითონ CBO-ც ამბობს, რომ ძალიან რთულია ზუსტად განსაზღვრო, რა იქნება ოქნებო ბათის საბოლოო ღირებულება. მიუხედავად იმისა, რომ DoD-ის ბიუჯეტის მოთხოვნის დოკუმენტები 2027 ფინანსური წლისთვის GDA-ის დაფინანსების 5 წლიან პროგნოზებს შეიცავს. დეტალები იმის შესახებ, თუ რა და რამდენი სისტემა განთავსდება, ასევე საბოლოო არქიტექტურა, ჯერ არ გამოქვეყნებულა, რაც შეუძლებელს ხდის DoD-ის მიერ განსახილველი GDA სისტემის გრძელვადიანი ღირებულების შეფასებას, როგორც აღნიშნავს CBO. კონტექსტი. GDA ნიშნავს ოქროს გუმბათი ამერიკისთვის. ეს პენტაგონისთვის ისეთი დიდი სარგებელი არ არის, როგორც ჟღერს. შეუძლებელი შეფასება ნიშნავს იმას, რომ ოქროს გუმბათის მიმდინარე მომსახურების ხარჯები შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს ვირიშა.
და კიდევ ერთი შენიშვნა გვაქვს CBO-ს მონაცემებთან დაკავშირებით. ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ოქროს გუმბათი ბევრად ნაკლებად დაჯდება. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მალევე ოქროს გუმბათის კონცეფცია გამოაცხადა. მან თქვა, რომ პროგრამისთვის საჭირო საწვისი ინვესტიცია მხოლოდ 25 მილიარდი დოლარი იქნებოდა. უცნაურია სიტყვა მხოლოდ ასეთი დიდი თანხის მიმართ, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ 1.2 ტრილიონი დოლარისა, რასაც CBO აფასებს. როდესაც მიმდინარე ხარჯებსაც დავამატებთ, ტრამპის თქმით, ოქროს გუმბათის საერთო ღირებულება 175 მილიარდი დოლარი იქნება. ეს მაინც დიდი თანხაა, მაგრამ ასევე მხოლოდ დაახლოებით 15%-ია იმ შეფასებისა, რასაც CBO აკეთებს. პენტაგონის პროგნოზები ოქროს გუმბათისთვის მარტში ოდნავ გაიზარდა 175 მილიარდიდან 185 მილიარდ დოლარამდე. მაგრამ ფაქტი რჩება ის, რომ დიდი განსხვავებაა იმაში, რასაც CBO ამბობს, რომ ეს ყველაფერი დაჯდება და იმაში, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს. აბა რა ხდება? CBO-ს აქვს შესაძლო ახსნა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ანუ DOD-ის მიერ მითითებული ხარჯები, როგორც ჩანს, უფრო მოკლე დროის პერიოდს მოიცავს, ვიდრე CBO-ს ანალიზი და შეიძლება ასახავდეს სხვადასხვა საქმიანობის მასშტაბსა და ბიუჯეტის კატეგორიებს, აღნიშნავს CBO. ეს შეიძლება ორ რამეს ნიშნავდეს. ან პენტაგონს, DOD-ს და ტრამპის ადმინისტრაციას ბევრად უფრო შეზღუდული წარმოდგენა აქვთ, თუ რა იქნება ოქროს გუმბათი, ან თუ ვივარაუდებთ, რომ CBO მართალია, მაშინ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ხარჯთა რიცხვები სრულიად არაზუსტია. რომელია? ამას მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა ოქროს გუმბათის შესახებ უფრო კონკრეტული დეტალები გახდება ცნობილი. და კიდევ ერთი ასპექტია CBO-ს შეფასებაში, რომელიც ამ ყველაფერში აღსანიშნავია. მიუხედავად იმისა, რომ 7800 რაკეტის ჩამჭერის კოსმოსში განთავსებაში თამბეჭდავა ჟღერს, მთელ ქსელს თავისი შეზღუდვები აქვს. CBO ამბობს, რომ მისი პროგნოზირებული ოქროს გუმბათის კოსმოსური ნაწილი ერთდროულად მხოლოდ 10 სამიზნეს შეძლებს შეებრძოლოს. ეს რიცხვი ძალიან მცირე ჩანს, თუმცა ამის მიზეზებიც არსებობს. ბალისტიკური რაკეტა აჩქარების ფაზაში საჰაერო თავდაცვის სისტემას მხოლოდ 3-დან 5 წუთიან შუალედს უტოვებს მის ჩამოსაგდებად. იმისთვის, რომ ოქროს გუმბათმა ეს რაკეტა ჩამოაგდოს, ის უნდა იყოს დაბალ დედამიწის ორბიტაზე, დაახლოებით 186-დან 300 მილის მანძილზე. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დაბალ დედამიწის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები ვერ რჩებიან კონკრეტულ წერტილებზე პლანეტაზე. ისინი ყოველთვის მოძრაობენ, რადგან ორბიტაზე ზოლში ტრიალებენ, რომელიც ეკვატორზეა ცენტრირებული და შემდეგ ჩრდილოეთითა და სამხრეთით თანაბრად არის გადანაწილებული, იმ ორბიტული დახრის მიხედვით, რომელიც მათთვის არის განსაზღვრული. ამან გამოწვეული პრობლემა ის არის, რომ აშშ-ს დასჭირდება საკმარისად დიდი თანამგზავრების კონსტელაცია სწორ ადგილებში, რათა შეძლოს საჭირო რაკეტსაწინააღმდეგო ჩამჭერი რაკეტების სწრაფად გაშვება ბალისტიკური რაკეტის საფრხის გასანეიტრალებად. კონგრესის ბიუჯეტური ოფისი CBO კიდევ მაგალითსაც გთავაზობს. აშშ-ს დასჭირდება 20 კოსმოსში განთავსებული ჩამჭერი თანამგზავრი, რომ ისინი სწორ ადგილას იყვნენ. თუ სურს, რომ თითოეულმა გამშვებმა 2 რაკეტა გაუშვას, ყოველ 10 ბალისტიკურ რაკეტაზე. იმისათვის, რომ ერთდროულად ჩამოგდებული ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა გაიზარდოს, აშშ-ს მეტი თანამგზავრი უნდა გაუშვას კოსმოსში. ეს ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის, სავარაუდოდ ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ის 1.2 ტრილიონი დოლარი, რასაც კონგრესის ბიუჯეტური ოფისი აფასებს. კონგრესის ბიუჯეტური ოფისი კონკრეტულად ამბობს, რომ დაახლოებით 30000 თანამგზავრი იქნება საჭირო, რათა 7800 რაკეტსაწინააღმდეგო ჩამჭერს კოსმოსში 20 წლის განმავლობაში მხარდაჭერა გაუწიოს. ამიტომ შეერთებულ შტატებს აქ ამოსახსნელი გამოწვევა აქვს. საბოლოო ჯამში ტრამპის ადმინისტრაციამ ნათლად განაცხადა, რომ ოქროს გუმბათი განკუთვნილია იმისთვის, რომ აშშ-ის ყველა პოტენციური მტრის, მათ შორის ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაიცვას ქვეყანა. ბიუჯეტური ოფისის შეფასებები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ეს სისტემა, უფრო მეტად კონცენტრირებულია იმაზე, რასაც ისინი რეგიონულ საფრთხეებს უწოდებენ, მაგალითად ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, სადაც საკმაოდ მარტივია იმის პროგნოზირება, საიდან იქნება გაშვებული ბალისტიკური რაკეტა. ბიუჯეტური ოფისის დასკვნა მარტივია. ოქროს გუმბათი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ის, რაც ამჟამად აშშ-ს აქვს, მაგრამ შესაძლოა ეს მაინც არ იყოს საკმარისი, რომ მოიგერიოს ბალისტიკური რაკეტების მასიური გაშვება ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეტოქის მხრიდან. რა თქმა უნდა, მეტი დეტალი გჭირდება თეთრი სახლისგან, სადაც იქნება აღწერილი კონკრეტულად რას გეგმავს ის ოქროს გუმბათისთვის. ჩვენ ვიცით, რისთვისაც არის განკუთვნილი. ვიცით CBO-ს შეფასება იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს ეს გიჟური სისტემა. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, თეთრ სახლს ბევრი არაფერი გაუმჟღავნებია, გარდა იმისა, რომ რამდენიმე კონტრაქტი გაანაწილა. როგორც Defense Express არნიშნავს, საუბარი აშშ-ის მიერ თავისი მთვარის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და შესაძლოა ბაზების შექმნაზეც კი მთვარეზე, რაც ყველაფერ ამას ტრამპის ადმინისტრაციის ამბიციებზე მიუქითებს. მაგრამ კონკრეტული დეტალები ძალიან ცოტაა. თუმცა მიუხედავად ყველა ამ შენიშვნის, ამერიკის მტრები მაინც შიშობენ ოქროს გუმბათს. ეს მხოლოდ ჩვენი სიტყვები არ არის. იმ თვეებში, რაც ამერიკამ ამ პროექტის შესახებ განაცხადა, თითქმის ყველა ქვეყანა, რომელსაც შეიძლება მისი მტერი ეწოდოს, აღშფოთებული იყო ოქროს გუმბათის გამო. ჩრდილოეთ კორეამ გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც დაგმოეს იდეა და უწოდა მას კოსმოსური ბირთვული ომის სცენარი, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ის სტრატეგიას ერთპოლარული დომინირებისკენ, რაც ამერიკული ქედმაღლობისა და თვითმართლადობისთვის დამახასიათებელია. დიდი სიტყვებია ქვეყნისგან, რომელსაც მართავს გაუწონასწორებელი დიქტატორი თავისი ბირთვული ამბიციებით.
რუსეთმა და ჩინეთმა ასევე გააკეთეს ერთობლივი განცხადება ოქროს გუმბათის შესახებ, სადაც მას უწოდეს ბუნებით ღრმა დესტაბილიზაციური და განაცხადეს, რომ თავად ოქროს გუმბათის არსებობა კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს სხვა ქვეყნებს, განავითარონ როგორც კინეტიკური, ასევე არაკინეტიკური საშუალებები გუმბათის წინააღმდეგ. მაგრამ ნამდვილი წარმოდგენა იმის შესახებ, როგორ უყურებენ ჩინეთი და რუსეთი ოქროს გუმბათს, მოდის იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ომის მომავლის კოსმოსურ ასპექტებში. სიტუაციას კიდევ უფრო ანძიმებს ის ფაქტი, რომ ამერიკისთვის განკუთვნილი ოქროს გუმბათის პროგრამა ასევე პირდაპირ ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების კოსმოსში ჩატარების საშუალებების არსენალის მნიშვნელოვნად გაძლიერებას, მათ შორის გადამჭერი სისტემების შექმნასა და ორბიტაზე განთავსებას, რაც კოსმოსს აქცევს იარაღის განთავსების გარემოთ და შეიარაღებული დაპირისპირების არენად, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. აქ ჩნდება შიში. თუ აშშ-ში შეძლებს ოქროს გუმბათის განხორციელებას, რომელი კონფიგურაციითაც არ უნდა იყოს, ეს ნიშნავს, რომ ამერიკა ომის წარმოების ახალ არეალში დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ. რეალობა, რომლის გამჟღავნებაც არც რუსეთს და არც ჩინეთს არ სურს, ისაა, რომ ისინი აშშ-ში პარალელურად ცდილობენ კოსმოსში დომინანტ ძალად ჩამოყალიბებას. როგორც TWZ, ასევე ჯორჯთაუნის უსაფრთხოების კვლევების მიმოხილვა მიუთითებს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამივე ქვეყანამ ანტისატელიტური იარაღის ტესტირება ჩაატარა და ამერიკის მტრებს, როგორც ჩანს, უკვე აქვთ საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები კოსმოსში განთავსებული. განსაკუთრებით ჩინეთი ტესტავს იმას, რასაც ეჭვობენ, რომ არის გეოსინქრონული დედამიწის ორბიტის შესაძლებლობა, რაც საფრთხეს უქმნის აშშ-ს სისტემებს, მათ შორის GPS-სა და ამერიკის სარაკეტო თავდასხმის ადრეული გაფრთხილების ინფრასტრუქტურას. ასე რომ, როდესაც რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ განცხადებებს არცელებენ იმის შესახებ, რასაც აშშ აკეთებს, ისინი ამას ისე წარმოაჩენენ, თითქოს ამერიკა არ ღვევს გლობალურ უსაფრთხოების ბალანსს. მაგრამ სინამდვილეში ისინი გულისხმობენ იმას, რომ მათ არ აძლევენ თავისუფლებას, რომ წინ წაიწიონ კოსმოსური ომის რბოლაში. West Point-ის თანამედროვე ომის ინსტიტუტი ყველაფერს ტრადიციული ომის ტერმინებით ხსნის. ის ამბობს, რომ ომის არსებობის მანძილზე კონფლიქტში მყოფები ყოველთვის ცდილობდნენ მაღალ პოზიციაზე ასვლას. როდესაც ამ მაღალ პოზიციას აკონტროლებ, მთელ ბრძოლას აკონტროლებ. ზუსტად ამიტომ აშენებდნენ ციხე-სიმაგრეებს ბორცვებზე. სიმაღლე ნიშნავს უკეთეს მეთვალყურეობას და შესაძლებლობას, რომ მტერს შეებრძოლო, რომელსაც შენამდე მოსასვლელად ძალების დახარჯვა უწევს. საბაზისო დონეზე, სწორედ ამას ვხედავთ ახლა ისეთ პროექტებში, როგორიცაა ოქროს გუმბათი. ხოლოდ მაღალი წერტილი ახლა პირდაპირ კოსმოსშია. ინსტიტუტის აზრით, ომის მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელი ქვეყანა შეძლებს თავისი რესურსების განთავსებას კოსმოსში, მანამ სანამ მტერს საპასუხოვან რეაგირების შესაძლებლობა ექნება. ომის ბუნება იწევს ცვლილებას. ის, რაც ადრე მხოლოდ სტრატეგიული იყო, ახლა უფრო და უფრო ტექნიკური ხდება. ეს უკვე გარკვეული დროა ასეა. თანამედროვე იარაღის სისტემები ტექნოლოგიების მასიური პროგრესის შედეგად არსებობს. მაგრამ ის, რისთვისაც ახლა აშშ შეემზადება, არის ომები, რომლებიც ახალ ფრონტზე გაიმართება. ოქროს გუმბათი შექმნილია იმისთვის, რომ ამერიკას მიანიჭოს ადრეული უპირატესობა ომის ახალ არენაზე. შეუძლებს თუ არა ამას რეალურად. დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზად არის აშშ-ში ჩაერთოს პროექტში, რომლის ხარჯებით, როგორც CBO ამბობს, შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. არის თუ არა ოქროს გუმბათი ფუჭი ხარჯვა თუ ომის სფეროში გარღვევა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 2027 ფინანსური წლისთვის შემოთავაზებული ბიუჯეტის მასშტაბმა ნამდვილად გააოცა ბევრი ადამიანი. ინფლაციის გათვალისწინებით 1.5 ტრილიონი დოლარის წინადადება თითქმის 40%-ით აღემატება 2026 წლის ბიუჯეტს, რომელიც თავისუფლ აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თავდაცვითი ხარჯების წინადადება იყო. მაგრამ თავდაცვის დეპარტამენტის ამ უზარმაზარი დაფინანსების მოთხოვნის დეტალურ განაწილებაში არის ერთი პუნქტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 54.6 მილიარდი დოლარი თავდაცვის ავტონომიური ომის ჯგუფისთვის, მოკლედ DOOG-ისთვის. ეს ხარჯი ფაქტობრივად მთლიანად ცვლის აშშ-ის მიდგომას მსოფლიო კონფლიქტებთან მიმართებაში. და რადგანაც აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა, ამ ბიუჯეტური მუხლით აშშ-მ ფაქტობრივად თავიდან დაწერა ომის წესები. აი როგორ. თუ DOOG-ზე ადრე არასდროს გსმენიათ, მარტო არ ხართ. DOOG არის ახლად შექმნილი სტრუქტურა, რომელიც დიდი ხმაურის გარეშე დაარსდა 2025 წლის ბოლოს. მისი ბიუჯეტი 2026 ფინანსური წლისთვის შედარებით მოკრძალებული იყო, 225 მილიონი დოლარი, რაც მარტივად შეიძლებოდა გამორჩენილიყო ბიუჯეტის სხვა მუხლებს შორის. მაგრამ DOOG-ისთვის 45.6 მილიარდი დოლარის მოთხოვნა 2027 ფინანსური წლისთვის, რაც წლიდან წლამდე დაფინანსების 24,000%-იან ზრდას წარმოადგენს, შეუძლებელია გამოგეპაროთ. ეს უზარმაზარი თანხა, თუნდაც ისტორიის ყველაზე დიდი თავდაცვის ბიუჯეტის მოთხოვნის კონტექსტშიც კი. საკონტექსტოდ ეს დაახლოებით იმავე მასშტაბისაა, როგორც გიგანტური მრავალეროვნული კომპანიების, მაგალითად American Airlines-ის, Intel-ის ან Uber-ის წლიური შემოსავლები. ან ისეთი ქვეყნების MSP, როგორიცაა ლატვია, კამბოჯა ან ბაჰრეინი. ან რაც მნიშვნელოვანია, ეს აღემატება აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის 2027 ფინანსური წლის მთელ ბიუჯეტურ მოთხოვნას, რომელიც 42.8 მილიარდ დოლარში ადგენს და ბიუჯეტში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუხტს წარმოადგენს. ასე რომ DOOG აშკარად მაღალი პრიორიტეტის მქონე წამოწყებაა. მართლა ესეთი მასშტაბის ბიუჯეტი, რომელიც მოითხოვა ორგანიზაციამ, რომელიც 18 თვის წინ საერთოდ არ არსებობდა, თანამედროვე ეპოქაში უპრეცედენტოა. მაგრამ რა არის DOOG ზუსტად?
და როგორ დაიხარჯება ეს მთელი ფული. როგორც სახელიდან ჩანს, თავდაცვის ავტონომიური საბრძოლო მოქმედებების ჯგუფი განკუთვნილია როგორც პენტაგონის შესყიდვების განვითარების და ინტეგრაციის პროგრამა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს დრონების, თვითმფრინავებისა და ხომალდების ოპერაციებს ყველა საბრძოლო სფეროში. მისი შექმნა ფაქტობრივად წარმოადგენს ევოლუციას იმაში, თუ როგორ უდგება აშეთეშოს სამხედრო ძალა ავტონომიურ საბრძოლო მოქმედებებს. თუმცა არა ისეთი გაერთიანებული სარდლობების დონეზე, როგორიც იყო კოსმოსური სადლობარდლობა 2019 წელს, ან კიბერსადლობა 2017 წელს. ამის ნაცვლად DOG ასახავს პრიორიტეტების ცვლილებას შესყიდვებისა და ინტეგრაციის სფეროში. ლოგიკით, რომელიც ასახავს იმ მზარდ ყურადღებას, რასაც ეს წინა ორგანიზაციები წარმოადგენდნენ. კონგრესმა დაამტკიცა ეს სპეციალიზებული სარდლობები, რადგან კოსმოსისა და კიბერსფეროში დანაწევრებულმა სამსახურებრივმა მიდგომებმა დროთა განმავლობაში ზედმეტობა ან საშიში ხარვეზები შექმნა. დღეს აშშ-ში სხვადასხვა შტოში უპილოტო ავტონომიურ სისტემებსა და ხელოვნურ ინტელექტში ფართო ჩართულობა იმავე ტიპის რისკების შექმნის საფრთხეს შეიცავს. DOG-ის შექმნა ამ რისკების შეზღუდვის მცდელობას წარმოადგენს. ცენტრალიზებული კონტროლი უნდა გაამართლოს აშეთეშოთის სამხედრო ძალების ავტონომიური სისტემების განვითარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ სხვადასხვა სამხედრო შტოები არ მისდევენ ურთიერთსაწინააღმდეგო ტაქტიკურ მიზნებს ან შეუთავსებელ ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სტანდარტებს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ DOG-ის შექმნა აჩვენებს აშეთეშის განზრახვას დარჩეს დომინანტ სამხედრო ძალად და თავიდან აიცილოს ჩამორჩენა, რადგან ომი ფუნდამენტურად იცვლება. როგორც უკრაინასა და სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომებმა ნათლად აჩვენა, დრონები ახლა ყველა სფეროში დომინირებენ ომში. ეხლა უკვე შეფასებულია, რომ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხარეს ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მინიმუმ 70% დანანაკარგი დრონების მიერ არის გამოწვეული. ავტონომიური ხელოვნური ინტელექტით კონტროლირებადი დრონები, როგორც ჩანს, მომდევნო საფეხურია. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ აშეთეშო ასეთ თამამად აყენებს პრიორიტეტად ამ სისტემებს. სარგებელი თავისთავად ნათელია. ავტონომიური ხელოვნური ინტელექტით კონტროლირებადი სისტემების სამხედროებს ოპერაციების სისწრაფეს, სიზუსტესა და უსაფრთხოებას უზრდის, რადგან საბრძოლო ზონებში ადამიანური რისკი მინიმუმამდე დახავს. ისინი აჩქარებენ გადაწყვეტილების მიღების ციკლებს, აუმჯობესებენ სამიზნის ამოცნობის სიზუსტეს და შესაძლებელს ხდიან რთული მისიების შესრულებას ისეთ გარემოში, რომელიც ადამიანური პერსონალისთვის ზედმეტად სახიფათოა. ხელოვნური ინტელექტი მუშაობს მანქანის სიჩქარით, აჩქარებს დაკვირვების, ორიენტაციის, გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების, ანუ OODA ციკლს და ამუშავებს უზარმაზარ მონაცემებს ადამიან ანალიტიკებზე ბევრად სწრაფად. შედეგად, საფრთხის უფრო სწრაფი გამოვლენა და რეაგირება. როგორც აშშ-ის მიერ ფალანთირის მეივენის პროექტის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგომ დაამტკიცა, მანქანური სწავლების ალგორითმები აუმჯობესებს სამიზნის ამოცნობასა და კლასიფიკაციას. ეს ამცირებს ადამიანურ შეცდომებს და შესაძლო თანდევ ზარალს, რადგან უზრუნველყოფს საფრთხეების უფრო თანმიმდევრულ და ზუსტ იდენტიფიკაციას. შიდა პროცესებში ხელოვნური ინტელექტი ასევე უზრუნველყოფს ოპერაციული ხარჯების შემცირებას და ლოგისტიკის ოპტიმიზაციას. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგნოზირებადი ტექნიკური მომსახურება, რომელიც ოპერატორებს ატყობინებს, როდის სჭირდება შეკეთება და ასე შემდეგ. ამცირებს არჩევლობის უმოქმედობის დროს, ხოლო ავტომატიზირებული მეთვალყურეობა და ლოგისტიკა ამცირებს ადამიანური რესურსის საჭიროებას უწყვეტი მონიტორინგისა და მომარაგებისთვის. საბრძოლო ველზე ავტონომიური დრონები ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში ასრულებენ მოსაწყენ, ბინძურ და საშიშ დავალებებს, როგორიცაა მარშრუტის გაწმენდა, ბომბების გაუნებელყოფა და დაზვერვა. ეს ამცირებს ადამიანური რესურსის საჭიროებას და მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარი ამასობაში ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა დრონების როი, ავტონომიურად კოორდინაციას უწევენ ერთმანეთს, რათა გადალეხონ მტრის თავდაცვა, ან იმოქმედონ მიუწვდომელ ზონებში ისე, როგორც ტრადიციული საომარი მეთოდები ვერ ახერხებენ. შედეგი ნათელია. თუ აშშ-ს სურს გააგრძელოს თავთავისი სამხედრო დომინანტობა და სწრაფი უპირატესობა, მაშინ ავტონომიური ხელოვნური ინტელექტით მართული სისტემების ღრმა ინტეგრაცია აბსოლუტურად აუცილებელია. მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს. მთელი დრონების ეკოსისტემის, წარმოებიდან და შესყიდვიდან დაწყებული, განლაგებით დამთავრებული, მაღალი დონის ერთიანი კონტროლის გარეშე, ისეთი ეფექტურობა და დრონებით განადგურების მაჩვენებლები, როგორც უკრაინაში ვნახეთ, ბევრად ნაკლებად მისაღწევია. როგორც შეიძლება ელოდოთ, მსოფლიოს არმიები ცდილობენ შექმნან სპეციალური უპილოტო სისტემების სამსახური, სარდლობა ან ორგანიზაცია საკუთარ რიგებში. უკრაინა პირველი იყო. უპილოტო სისტემების ძალები, ანუ SPS, ოფიციალურად დაარსდა 2024 წლის 11 ივნისს. ეს არის პირველი სპეციალური უპილოტო სისტემების სამსახური მსოფლიოს ნებისმიერ არმიაში და ის ძალიან აქტიურია. 2025 წლის ბოლოსთვის ის ატარებდა თვეში 100,000-დან 120,000-მდე დრონის გაფრენას. რუსეთსაც აქვს სპეციალური უპილოტო სისტემების ძალა, UPS, რაც ასევე ნიშნავს უპილოტო სისტემების ძალებს, უბრალოდ რუსულად, არა უკრაინულად. ვებ შეიქმნა 2025 წლის 12 ნოემბერს უკრაინაში შესაბამისი ძალის შექმნიდან დაახლოებით 17 თვის შემდეგ. თუმცა SPS-გან განსხვავებით, FPS საბრძოლო ძალად არის კლასიფიცირებული და არა დამოუკიდებელ სამხედრო შტოდ.
სანამ ეს ეფეს დამოუკიდებელ შტოდ ფუნქციონირებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ეფესის პოლკები დინამიურად ერთვებიან სახმელეთო ძალების, საზღვაო ან სადესანტო ძალების ნაწილებს. მაგრამ ეს ანიშნავს, რომ რუსები დრონების მართვასა და კონტროლს უკრაინაზე ნაკლებად სერიოზულად ეკიდებიან. უკრაინის ინოვაციებმა ამ სფეროში მათ ამის გაკეთება აიძულა. გაჟონილი რეკრუტირების დოკუმენტები მიუთითებს, რომ 2026 წლის ბოლოსთვის მიზნად აქვთ დასახული 78800 დრონის ოპერაციების პერსონალის მიღება, ხოლო მომავალში ეს რიცხვი თითქმის 210,000-მდე გაზარდონ. ჩინეთმა, ირანმა და ჩრდილოეთ კორეამ ამავე პრობლემისადმი განსხვავებული მიდგომა აერჩიეს. ჩრდილოეთ კორეის დრონების პროგრამას ცენტრალიზებულად მართავს უპილოტო საავიაციო ტექნოლოგიების კომპლექსი, რომელიც არის სპეციალიზებული ორგანიზაცია შეიარაღების ინდუსტრიის დეპარტამენტში. თუმცა ფაქტობრივი ოპერაციული კონტროლი ფრაგმენტულად ჩანს. ამასობაში ირანმა დრონები ინტენსიურად ინტეგრირა თავისი სამხედრო ძალების ყველა ასპექტში, თუმცა მისი მოზაიკური თავდაცვის სტრატეგია როგორც ჩანს შეუფერხებლად. მაშინაც კი როცა მისი მეთაურების უმეტესობა აშშ-სა და ისრაელის ავიაიერიშების შედეგად მოკლეს, ამ ბრძოლაში დაეცნენ. ჩინეთის მიდგომა კიდევ ერთხელ განსხვავებულია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად რუსულ მოდელს ჰგავს. იმის ნაცვლად, რომ სპეციალური უპილოტო სისტემების სამსახური შეექმნა, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ 2020-დან ინტელექტუალიზაცია მოდერნიზაციის პრიორიტეტად დაისახა. გეგმაა, რომ უპილოტო და ავტონომიური სისტემები ყველა 5 სამსახურისა და 5-ვე თეატრალური სარდლობის მასშტაბით ინტეგრირდეს, თუმცა, როგორც ჩანს, ცენტრალიზებული ერთიანი სარდლობის გარეშე. ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა თუ უბრალოდ აშშ-ზე უფრო ნელა მოქმედებენ ჯერ გაურკვეველია, მაგრამ რაც ცხადია არის ის, რომ აშშ-მ ცენტრალიზებულ მოდელზე შეაჩერა არჩევანი. და DOG სწორედ ამ შედეგია. DOG-ის კონცეფცია უბრალოდ არსაიდან არ გაჩენილა. ნიშნავენ, ეს არის წინა აშშ-ს სამხედრო პროგრამების გაგრძელება და გაერთიანება, უფრო ერთიან და ძლიერ სისტემად. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეპლიკატორის პროგრამა. რეპლიკატორის ინიციატივა 2023 წლის აგვისტოში დაიწყო თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის კეთლინ ჰიქსის მიერ. პროგრამის მიზანი იყო 2025 წლის აგვისტომდე 1000-ობით დაბალფასიანი ადვილად შესაძლებელი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ავტონომიური დრონის განთავსება სხვადასხვა სფეროში, ძირითადად ჩინეთის სამხედრო ზრდის საპასუხოდ. მოსალოდნელი იყო 100-ობით 1000 კამიკაძე დრონის გამოჩენა 2020 წლისთვის. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ პროგრამას რამდენიმე 1000 სისტემის განთავსების მიზანი მიაღწია, მან სხვადასხვა პრობლემას წააწყდა და გავრცელებული ინფორმაციით სამიზნე თარიღისთვის მხოლოდ ასეულობით ერთეული განათავსა. ზოგიერთი რეპლიკატორის სისტემა გავრცელებული ინფორმაციით არასანდო ან ძალიან ძვირი იყო. ზოგი მათგანი ძალიან ნელა იწარმოებოდა იმისთვის, რომ საჭირო რაოდენობით შეეძინათ, ხოლო ზოგი უბრალოდ ისე არ მუშაობდა, როგორც იყო მოსალოდნელი. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გავრცელებული ინფორმაციით პენტაგონსაც უჭირდა ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის პოვნა, რომელიც წარმატებით მართავდა სხვადასხვა კომპანიის მიერ დამზადებულ მრავალ დრონს, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობდნენ სამიზნის საპოვნელად და საჭიროების შემთხვევაში დასათქმელად. როგორც მალე ვნახავთ, ეს ერთიანი პროგრამული არქიტექტურა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს, უბრალოდ სურვილების სიაში ჩასაწერი პუნქტი არ არის. ეს აბსოლუტურად ცენტრალურია ომის ახალი DOG-ის ინსპირირებული მეთოდისათვის. სინამდვილეში ჰეტეროგენული ავტონომიური ფლოტების პროგრამული მართვისა და კონტროლის ფენა ერთ-ერთი მთავარი ქვეკატეგორიაა იმ 54.6 მილიარდი დოლარის დაფინანსების მოთხოვნაში. ეხლა სამხედრო შოუზე ჩვენ ღრმად ვიკვლევთ, რომ თქვენთვის სრული სურათი წარმოადგინოთ. ჩვენ არ ვიმეორებთ იმავე სათაურებს, რასაც სხვა არხები. ჩვენ ფილტრავთ ხმაურს, რომ თქვენამდე მივიტანოთ ნამდვილი ამბები და აგიხსნათ, რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი. თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ, გამოიწერეთ არხი, რომ ყოველთვის საქმის კურსში იყოთ. მოდით დავახარისხოთ, რას ელოდება თავდაცვის სამინისტრო 54.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის სანაცვლოდ. ხარჯების პირველი კატეგორია არის რეპლიკეითერის მემკვიდრეობით მიღებული პორტფელის გაგრძელება და გაფართოება, რომელიც მოიცავს დიდ ერთჯერად თავდასხმის დრონებს, უპილოტო ზედაპირულ ხომალდებს და უპილოტო წყალქვეშა აპარატებს. ინდუსტრიული ანალიზი ასახელებს მიზანს, რომ 2028 ფინანსურ წლამდე DOG-ისა და დრონების დომინირების ხაზებზე 200,000-ზე მეტი ავტონომიური სისტემა იყოს განლაგებული. დრონების დომინირება არის DOG-ის პარალელური და დამატებითი ინიციატივა პენტაგონის ფართო ავტონომიური ომის სტრატეგიის ფარგლებში. მთავარი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ DOG კონცენტრირებულია დიდ დრონებზე, ხოლო დრონების დომინირება მცირე დრონებზეა ორიენტირებული. ორივე მოიცავს როგორც შეტევით, ასევე თავდაცვით ანტიდრონულ ოპერაციებს. ერთობლივი უწყებათა შორისი სამუშაო ჯგუფი 401, ანუ მოკლედ GATF 401, არის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია დრონების დომინირების პროგრამაზე. DOG-ის მსგავსად ესეც ახალი შექმნილია, დაარსდა 2000 და 2025 წლის აგვისტოში და როგორ ურთიერთობს DOG-თან, ესეც მნიშვნელოვანი ნაწილია ამ პროცესის, როგორც ცოტა მოგვიანებით გავიგებთ. DOG-ის ხარჯების მეორე კატეგორია არის ზემოთხსენებული ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მართვისა და კონტროლის პროგრამული უზრუნველყოფა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე კრიტიკულია.
რეპლიკატორის უუნარობა, უზრუნველყო, ასეთი სისტემის უზრუნველყოფა ინიციატივის თავდაპირველი არქიტექტურის ერთ-ერთ მთავარ ნაკლად ითვლება. პრაქტიკულად შეუძლებელია სხვადასხვა მწარმოებლის სხვადასხვა დრონებისგან შემდგარი დრონების როის კოორდინაცია ერთიანი მართვისა და კონტროლის სტრუქტურაში ასეთი სისტემის გარეშე. პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ შესაძლოა სრულად შეუძლებელიც არ იყოს. პენტაგონი აქტიურად ეძებს გამოსავალს. მაგალითად, 2026 წლის იანვარში მან დაიწყო ავტონომიური მანქანების ორკესტრატორის პრიზის გამოწვევა, რომლის მიზანიც სწორედ ასეთი დრონების გუნდის კოორდინაციის პროგრამული უზრუნველყოფის აღმოჩენაა. მაქსიმალური ჯილდოს ფონდი კი $100 მილიონ შეადგენს. თუმცა, როგორც კი შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა გამოვლინდება, სავარაუდოდ ძირითადი მართვისა და კონტროლის ინვესტიცია მთელი 5 წლიანი პროგრამის განმავლობაში რამდენიმე მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ეს ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ მაღალი დონის ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამოთვლითი სიმძლავრის მაღალ ხარჯებს და იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი დოგის ოპერაციების გულში უნდა იყოს. ეხლა ის ფაქტი, რომ ხელოვნური ინტელექტი დოგის გულშია, თავისთავად გასაკვირი არ არის. აშშ სწრაფად ინტეგრირებს ხელოვნურ ინტელექტს თავის სამხედრო ძალებში ყველა მიმართულებით. მაგრამ დოგის ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია განსხვავებულია. დოგ ხელოვნურ ინტელექტს აღიქვამს როგორც მთავარ საბრძოლო რესურსს და არა უბრალოდ დამხმარე ინსტრუმენტს. ეს ნიშნავს მნიშვნელოვან ცვლილებას ტექნიკაზე ორიენტირებული შესყიდვებიდან პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებულ ხელოვნური ინტელექტის პრიორიტეტულ საბრძოლო მოდელზე. ამ ცვლილების საფუძველია მძიმე გაკვეთილი, რომელიც უკრაინასა და ირანში ისწავლეს, ასევე რეპლიკეიტორის პროგრამის ჩავარდნიდან. ადრე პენტაგონი ძირითადად ტექნიკაზე აკეთებდა აქცენტს, მაგრამ სინამდვილეში ტექნიკა მეორეხარისხოვანია იმ ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ უზრუნველყოფასთან შედარებით, რომელიც მას მართავს. შედეგად, დოგის ამჟამინდელი სტრატეგია ხელოვნურ ინტელექტსა და ფიზიკურ ავტონომიას დინამიურ დუეტად განიხილავს, სადაც პროგრამული უზრუნველყოფა მთავარი სტრატეგიული რესურსია. მიზანი საბოლოოდ ისაა, რომ განლაგდეს ინტელექტუალური როები, სადაც ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს ავტონომიურ გადაწყვეტილებების მიღებას, კოორდინაციასა და ადაპტაციას მანქანის სისწრაფით. და ეს უფრო მეტად პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხზეა დამოკიდებული, ვიდრე იმ მოწყობილობებზე, რომლებსაც ის მართავს. ხელოვნური ინტელექტით მართული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესის გასამარტივებლად, რათა მოხდეს უპილოტე სისტემების ოპერაციების ორგანიზება და ცენტრალიზაცია, დოგ ასევე ავალდებულებს მოდულურ ღია სისტემურ არქიტექტურებს და თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემთა დეკრეტების პროტოკოლს. უბრალოდ რო ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ყველა პლატფორმას ევალება სტანდარტიზებული ინტერფეისების უზრუნველყოფა, მესამე მხარის ინტეგრაციისა და დისტანციური განახლებისთვის. აქ მიზანია კომერციული ტემპის iterაციის უზრუნველყოფა, რაც ტრადიციული თავდაცვის შესყიდვების ციკლებისგან მნიშვნელოვანი გადახვევა იქნება. საკმაოდ სადავოდ, დოგ მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო ხელოვნური ინტელექტის ნორმებისგან, რადგან უარყოფს მოდელებს, რომლებსაც აქვთ შემზღუდავი ეთიკური დაცვის მექანიზმები. Anthropic-ის Claude მოდელი ფართოდ გამოიყენებოდა აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ და გავრცელებული ინფორმაციით ის გამოიყენეს აშშ-ის ოპერაციის დროს, რომლის მიზანიც იყო ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადაცემა. თუმცა საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად Anthropic-მა შემდეგში გააპროტესტა Claude-ის შეუზღუდავი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვის. მალე კომპანია აღმოჩნდა აშშ-ის ომის დეპარტამენტის მიერ მიწოდების ჯაჭვის რისკად აღიარებული, როგორც ამ ყველაფრის შედეგი. ასევე ამ ინციდენტის შედეგად, როგორც ეს აღწერილია თავდაცვის დეპარტამენტის 2026 წლის იანვრის AI სტრატეგიაში, დოგ ეხლა მოითხოვს ნებისმიერ კანონიერად გამოყენებად მოდელს, რომელიც თავისუფალია იდეოლოგიური მორგებისა თუ შეზღუდული გამოყენების პოლიტიკისგან, რაც შეიძლება ზღუდავდეს საბრძოლო ეფექტიანობას. ეს მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Palantir, რომლის ახლახან გამოქვეყნებული მანიფესტიც უარყოფს ეთიკურ შეზღუდვებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე. მართლა, თუ მანიფესტს დავეყრდნობით, Palantir დოგისთვის იდეალური პარტნიორია. როგორც ადრე აღვნიშნეთ, მისი Project Maven პროგრამული უზრუნველყოფა უკვე ფართოდ გამოიყენება აშშ-ს სამხედრო ძალებში. და მანიფესტის მთავარი პუნქტები, როგორიცაა ის, რომ ამ საუკუნეში მყარი ძალა პროგრამულ უზრუნველყოფაზე იქნება აგებული და რომ საინჟინრო ელიტას ეკისრება აქტიური ვალდებულება მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის დაცვაში, ღრმა იდეოლოგიურ და ოპერაციულ თანხმედრას აჩვენებს დოგთან. ეხლა დოგის საქმიანობის მესამე კატეგორია არის საომარი თამაშები, ექსპერიმენტები და ოპერაციული კონცეფციის განვითარების სამუშაოები. როგორც ადმირალი სამუელ პაპარო აღწერს რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე 2025 წლის დეკემბერში, ეს მიმართულება მოიცავს როგორც საბრძოლო სროლის წვრთნებს კონტინენტური აშშ-ის პოლიგონებზე, ასევე სიმულაციებს, რომლებიც ტარდება Enders Foundry-ის გარემოში. Enders Foundry არის ერთ-ერთი 7 წამყვანი პროექტიდან, ანუ PSP-დან, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტმა დაიწყო ზემოხსენებული ხელოვნური ინტელექტის აჩქარების სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც იანვარში გამოცხადდა. სახელწოდება მიღებულია რომანიდან Enderis თამაში. პროექტი კონცენტრირებულია უფრო მჭიდრო უკუკავშირის მარყუჟების შეკუჟების შექმნაზე, სიმულაციის განვითარების და რეალურ ოპერაციებს შორის. მიზანია სწრაფად გამოიცადოს, დახვეწოს და მოერგოს ტაქტიკები ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. როგორც უკრაინაში ჩანს, სადაც მოწინააღმდეგის ტექნოლოგიებზე საფასუხო ზომები მათი დანერბიდან 4-დან 8 კვირაში უკვე მოქმედებს, უკუკავშირის მარყუჟების სისწრაფე და ხარისხი და ასევე განმეორებითი ციკლები მიმდინარე ოპერაციული წარმატების კრიტიკულ კომპონენტს წარმოადგენს.
და ეს გვიყვანს მეოთხე და საბოლოო კატეგორიამდე, თავდაცვის დეპარტამენტის ხარჯებში, რომელიც სავარაუდოდ ყველაზე დიდი და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის. კონსოლიდაცია. უფრო კონკრეტულად, არსებული სამხედრო უწყებების, უპილოტო სისტემების, პროგრამების გაერთიანება ერთიანი დეპარტამენტის ავტორიტეტის ქვეშ. ერთი მხრივ ეს სრულიად ლოგიკურია. როგორც ადრე აღვნიშნე, ასეთი კონსოლიდაცია ამცილებს უწყებათა შორის შეუთავსებლობას და უზრუნველყოფს ერთიან დოქტრინას, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი განადგურების ჭარჭვებისა და ბრძოლის მართვისთვის. მეორე მხრივ, ეს კონსოლიდაცია ნიშნავს უფლებამოსილების ჩამორთმევას იმ უწყებებისთვის, რომლებიც ამჟამად აკონტროლებენ აშშ-ის უპილოტო და ხელოვნური ინტელექტის პროგრამების გარკვეულ ასპექტებს, რათა ისინი დოგის დაქვემდებარებაში გადავიდეს. და თუ ისტორიას დავეხმარებით, ესეთი მასშტაბური ინსტიტუციური გადახალისება დიდი ალბათობით გამოიწვევს ინსტიტუციურ წინააღმდეგობას. მსგავსი პროცესი მოხდა სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის ორგანიზაციასთან, ანუ SDIO-სთან. ორგანიზაცია შეიქმნა 1984 წელს, რათა ეხელმძღვანელა ვარსკვლავური ომების პროგრამისთვის, ცივი ომის პერიოდის სარაკეტო კოსმოსური თავდაცვის ინიციატივისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ-ის დაცვას ბირთვული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმებისგან. SDIO-ს გაერთიანებული სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები მუშაობდნენ თითქმის იმავე პრინციპით, როგორც დოგს წარმოედგინათ, რომ იმუშავებდა აშშ-ის უპილოტო სისტემებისთვის. მაგრამ ის წინააღმდეგობა შეხვდა აშშ-ის თავდაცვის სტრუქტურების შიგნით. ამიტომ სავარაუდოა, რომ მსგავსი წინააღმდეგობა დოგის ძალაუფლების კონსოლიდაციის გარკვეული ასპექტების გამოც შეხვდება. ეხლა დოგის პროგრამის ოფისს აქვს თუ არა ინსტიტუციური ძალა, რომ ასეთ წინააღმდეგობას გაუძლოს და კონსოლიდაცია შეინარჩუნოს, ეს ღია კითხვად რჩება. SDIO-ს პრეცედენტი მიუთითებს, რომ ასეთი კონსოლიდაციები შეიძლება წარმატებული იყოს, თუ მათ აქვთ მაღალი დონის პოლიტიკური მხარდაჭერა, სათანადო დაფინანსება და გონივრულ ვადაში წარმოაჩენენ თვალსაჩინო ოპერაციულ შედეგებს. დოგს პირველი ორი უკვე უზრუნველყოფილი აქვს. მესამე კითხვაზე პასუხი სავარაუდოდ მომდევნო 18 თვეში გაიცემა. ყველაფრის შეჯამებით ნათელია, რომ დოგს სწორ გზაზეა, რათა დონალდ ტრამპის მეორე ვადის მთავარი თავდაცვის ტექნოლოგიური ინიციატივა გახდეს. თუმცა ისტორია განსჯის, წარმატებული იქნება თუ არა ეს ინიციატივა. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ომის ახალ წესებში ხელოვნური ინტელექტი უმნიშვნელოვანესია და ავტონომიისთვის ბრძოლა ყველაზე კრიტიკულია თანამედროვე ეპოქისთვის. ის სამხედრო ძალა, რომელიც მას პირველმა და საუკეთესოდ აითვისებს, გაიმარჯვებს და დოგ არის აშშ-ის ყველაზე ამბიციური და კონკრეტული ნაბიჯი გამარჯვებისკენ. წლების განმავლობაში აშშ-ის სამხედრო ძალა აღიარებდა უპილოტო და ავტონომიური სისტემების გარდამტეხ პოტენციალს. თუმცა ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, საკმალისად არაბანდებდა მათში. 54.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ერთ ფისკალურ წელს უნდა დაადუმოს ეს კრიტიკოსები. თუმცა ზოგიერთი ადამიანის, მაგალითად გენერალ დევიდ პეტრეუსის თქმით, მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნიკაზე ფულის დახარჯვა საკმარისი არ არის. პეტრეუსი ხელმძღვანელობდა აშშ-ს არმიის ძალებს ერაყსა და ავღანეთში და იყო CIA-ის დირექტორი. ის მიუთითებს თავდაცვის ყოფილი მდივნის ბობ გეიტსის შენიშვნაზე, რომ უპილოტო სისტემების მთავარი გამოწვევა მათი ადამიანური რესურსით უზრუნველყოფაა. და მათი ეფექტურად ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა საჭიროებს არა მხოლოდ კვალიფიციურ პერსონალს, არამედ მთლიანად ახალ პროფესიულ სფეროს, სასწავლო სისტემას და ინსტიტუციურ ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციების დისტანციურ მხარდაჭერას. ის ამბობს, რომ დრონი, რომელსაც არ აქვს გამოყენების წესები, მნიშვნელოვანი ცვლილებები ძალების სტრუქტურაში, გაცურთნილი ოპერატორები და დანაყოფები, განათლებული ლიდერები, ტექნიკური მომსახურების სისტემები, დაზვერვის ინტეგრაცია და პერსონალის პოლიტიკა საერთოდ არ წარმოადგენს იარაღის სისტემას. ეს უბრალოდ აქტივია ცხრილში, მაგრამ დოგში ინვესტიციის ნაკლებად ვიდრე 2% მიემართება დოქტრინასა და ინტეგრაციისკენ. ის ელემენტები, რომლებიც მისი თქმით განსაზღვრავს დარჩენილი ინვესტიცია საბრძოლო ძალას შექმნის, თუ უბრალოდ ძვირადღირებულ მარაგს. ის აფრთხილებს, რომ მიუხედავად დოგის ფართო მექანიზმებისა, აშშ-ს ჯერ კიდევ სჭირდება იმ ტიპის სწრაფი ორგანიზაციული და დოქტრინული ცვლილებების განხორციელება, როგორიც უკრაინაში ვიხილეთ. გაფრთხილებით, რომ ამჟამად ძალიან ცოტა მეცნიერი მუშაობს ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ავტონომიური შესაძლებლობების სრულ ინტეგრაციას ეხება. მაგრამ ეს მაინც თამაშის წესებს შეცვლის. არ შეგეშალოთ, დოგის, დრონების დომინირების და სხვა პროგრამების მეშვეობით აშშ კვლავ გააგრძელებს თავის კონკურენტებზე მეც დახარჯავს დისტანციურად მართვადი და ავტონომიური ტექნიკის მიმართულებით და უფრო განვითარებულ ტექნოლოგიებს შექმნის. დოგის ცენტრალიზებული ორგანიზაციიდან მიღებული მასშტაბის ეკონომია დამატებით კონკურენტულ უპირატესობებს უნდა უზრუნველყოფდეს. და აშშ კვლავ ლიდერობს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში, თუმცა სხვაობა განსაკუთრებით ჩინეთთან სწრაფად მცირდება. თუმცა, როგორც პეტრეუსი აღნიშნავს, გადამწყვეტი ასიმეტრია შეიძლება მასშტაბში კი არ იყოს, არამედ იმაში, თუ რამდენად სწრაფად გარდაიქმნება ოპერაციული გამოცდილება ადაპტაციად. აშშ-ის სამხედრო ძალებს ჰყავთ 11 ავიამზიდი, რაც ბევრად მეტია ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას დედამიწაზე. ეს უზარმაზარი მცურავი აეროდრომები ამერიკას საშუალებას აძლევს მსოფლიოს მასშტაბით მოახდინოს ძალის პროექცირება, ათასობით მილის დაშორებით საკუთარი მიწისა და სანაპიროებისგან.
ისინი უზრუნველყოფენ უპრეცედენტო ოპერაციულ მოქნილობას და თითქმის ყველგან შეუძლიათ საბრძოლო, სადაზვერვო, შეკავებისა და უსაფრთხოების მისიების შესრულება. და მათ ახლახან განსაკუთრებული განახლება მიიღეს. მეცნიერული ფანტასტიკის სტილის მომავლის იარაღი, ლოკუსტის ლაზერი, შექმნილია იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს, შეიძლება ითქვას 21 საუკუნის ბრძოლის ველის ყველაზე ვაზე დიდ საფრთხეს, დრონებს. ეს ახალი იარაღი პირდაპირ მნიშვნელობით შეუძლია დაწვას უპილოტო საფრენი აპარატები, UAV-ები ციდან, გაადნოს მათი სტრუქტურული კომპონენტები და დააზიანოს კრიტიკული სისტემები თვალის დახამხამებაში. და ეს ASHS ავიამზიდებისთვის შეუფასებელი დამატებაა, რადგან დრონების საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ASHS-ის საზღვაო ფლოტს არ ჰქონდა გონივრული და ხარჯთეფექტური გზა ამ საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში $1 მილიარდად შეფასებულმა ამერიკულმა სამხედრო გემმა წითელი ზღვის წყლებში გადაადგილებისას გადარის ეკრანზე ერთდროულად ათეულობით საფრთხე აღმოაჩინა. ეს საფრთხეები მხოლოდ საკრუიზო რაკეტები ან მტრის თვითმფრინავები არ იყო. ისინი დრონები და საკრუიზო რაკეტები იყო, რომლებსაც იემენში ჰუსიტი მეამბოხეები მართავდნენ. IAP მასობრივად წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა ღირებულება თითოეული დაახლოებით $50,000, მაგრამ საკმარისი ასაფეთქებელი ნივთიერება აქვთ, რომ თითქმის ნებისმიერ სამიზნეს სერიოზული ზიანი მიაყენონ. და იმ კონკრეტულ დღეს რამდენიმე კომერციული გემი, ისევე როგორც ამერიკული სამხედრო ხომალდი, მათ სროლის ხაზში აღმოჩნდა. საზღვაო ძალების ეკიპაჟმა სწრაფად უნდა ემოქმედა. და სხვა არჩევანის გარეშე მათ იძულებულნი იყვნენ დაეყრდნონ ხომალდის ტრადიციულ თავდაცვით სისტემებს, გადამჭრელ რაკეტებს. ეს რაკეტები დრონების წინააღმდეგ გამოყენებისთვის არ იყო შექმნილი. ისინი შექმნილი იყო მტრის გამანადგურებლების, ბომბდამშენების ან სხვა რაკეტების გასანადგურებლად. როგორც წესი, მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ობიექტების წინააღმდეგ, რომელთა ღირებულება ხშირად მილიონებს ან $10 მილიონ აღწევს. გადამჭრელი რაკეტებიც ხშირად მინიმუმ $1 მილიონ ფასობს, ზოგჯერ კი ბევრად უფრო ძვირია. როდესაც გამანადგურებელ თვითმფრინავს გადამჭრელი რაკეტებით ესვრით, ხარჯთეფექტიანობა დიდად მნიშვნელოვანი არ არის. სავსებით რაციონალურია. ჰაერში რამდენიმე $1 მილიონი ღირებულების საბრძოლო მასალა გაუშვა. თუ ეს ნიშნავს მტრის თვითმფრინავის ჩამოგდებას, რომელიც ბევრად უფრო ძვირად ღირს. მაგრამ, როდესაც $1 მილიონიან რაკეტებს იყენებ $50,000 ღირებული დრონების გასანადგურებლად, ეს უკვე სრულიად სხვა განტოლებაა. წარმოიდგინეთ სამხედრო გემი ან ავიამზიდი, რომელსაც უწევს მთელი დრონების როის წინააღმდეგ ბრძოლა. თითოეული მათგანი შედგება ათეულობით ან თუნდაც ასობით კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატისგან. ის რამდენიმე კვირაში ასობით მილიონ თუ არა $1 მილიარდიან რაკეტებს დახარჯავდა. ეს არ არის მდგრადი, არც კი შეერთებული შტატებისთვის, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი აქვს. ამის ნაცვლად, თუ გსურთ დრონებთან გამკლავება, უნდა იპოვოთ უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური გზები. ეს გაკვეთილი უკრაინამ ისწავლა რუსეთთან ომში. უკრაინის თავდაცვის ძალებს რეგულარულად უწევთ გამკლავება მასიურ რუსულ დრონების ჯგუფებთან, მაგრამ ისინი იყენებენ მრავალ ხელმისაწვდომ თავდაცვით საშუალებას მათი ჩამოსაგდებად. მათ შორის არის ყველაფერი, დაწყებული ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კოშკურებითა და მობილური ცეცხლის ჯგუფებით, დამთავრებული ჩამჭერი დრონებითა და ელექტრონული ბრძოლის, ეგრეთ წოდებულ EW ჯამერებით. ASHS-ის თავდაცვის ინდუსტრია ყურადღებით აკორდება სიტუაციას უკრაინაში. სწავლობს კიევის დამცველების გამოცდილებას, იკვლევს მონაცემებს, რათა გაარკვიოს რა მუშაობს, რა არა და როგორ. ამერიკის ძალებს შეუძლიათ უკრაინული ტაქტიკის გამეორება ან გაუმჯობესება, რათა საკუთარი ანტიდრონული შესაძლებლობები გააძლიერონ, რადგან დრონები არსად გაქრებიან. ეს უბრალოდ ფაზა ან დროებითი ტაქტიკა არ არის, რომელიც მალე მოძველდება. დრონები ომის როგორც აწმოა, ასევე მომავალი და ადვილი გასაგებია რატომაც. ისინი წარმოუდგენლად IAP-ია დასამზადებლად. ჩვეულებრივი საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტების ან მართვადი ბომბების ღირებულების ხირების მხოლოდ მცირე ნაწილი ღირს, მაგრამ აქვთ გასაოცარი პოტენციალი მტრის ძალების გასანადგურებლად, ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად და გასანადგურებლად და აბსოლუტური ქაოსის მოსატანად იქ, სადაც არ უნდა იყოს განთავსებული. ჩვენ ეს ვიხილეთ უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოს წამყვანი სამხედრო ძალები უკვე აქტიურად მუშაობენ საკუთარი მომავალი თაობის დრონების შექმნაზე. უფრო დიდი საბრძოლო თავებით, უკეთესი ძრავებით, უფრო ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტით და უპრეცედენტო შესაძლებლობებით. ჩინეთმა მაგალითად შეიმუშავა გასაოცარი ავტონომიური როის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს ათეულობით დრონს დამოუკიდებლად მოძებნონ, ამოიცნონ, დააკვირდნენ და დაარტყან სამიზნეებს თითქმის ნულოვანი ადამიანის ჩარევით. არავის შეუძლია უგულებელყოს უპილოტო საფრენი აპარატების მზარდი მნიშვნელობა. განსაკუთრებით კი არაშეერთებულმა შტატებმა, რომელიც თაობების განმავლობაში მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო ძალაა. იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია, შეერთებულმა შტატებმა უნდა არამხოლოდ შექმნას საკუთარი დრონების არმია, არამედ იპოვოს საუკეთესო გზები მტრის დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად და მათ გასანადგურებლად, როგორც ჰაერში, ისე ხმელეთზე და განსაკუთრებით ზღვაში, რადგან მხოლოდ წითელ ზღვაში 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის იანვრამდე ASHS-ის საზღვაო ძალებს ასობით დრონისა და რაკეტის მუქარის მოგერიება უწევთ.
ეს რიცხვი მხოლოდ გაიზრდება წლების განმავლობაში, რადგან ჰუსიტების მსგავსი ძალები მარტივად ახერხებენ დიდი რაოდენობით სამახის ან კასავის ტიპის დრონების წარმოებას. იმ იმედით, რომ მოწინააღმდეგეებს რიცხობრივად დაჯაბნიან და ამერიკულ სამხედრო გემებსა და ავიამზიდურ დამთმელ ჯგუფებს დაბონტგვენჩ მომბავენ. როგორც ახსენით, რაკეტებზე დაყრდნობა დრონების მასიური შეტევის შესაჩერებლად არ არის ეფექტური გამოსავალი. ისინი არა მხოლოდ ძალიან ძვირი ვირს, არამედ ყველაზე დიდ სამხედრო გემსაც კი შეუძლია ერთდროულად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის რაკეტა ატაროს. საბოლოოდ მათ ამოეწურებათ საბრძოლო მასალა და უბრალოდ უზარმაზარ უმოქმედო სამიზნეებად იქცევიან. მაგრამ რა მოხდება თუ ამ გემებს სხვა ტიპის თავდაცვა ექნებათ? იარაღი, რომლის გამოყენებაც იაფია, ეფექტურია ყველა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის წინააღმდეგ და მას არასდროს ეწურება საბრძოლო მასალა. სწორედ აქ ერთვება საქმეში ლოკუსტის ლაზერი. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმიდან აღებულად ჟღერდეს, ის სრულიად რეალურია და უკვე ამონტაჟებენ ამერიკულ ავიამზიდებზე ამ წუთებში. მართლა 20 აპრილს The Warzone-მა და სხვა სამხედრო საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ს საზღვაო ძალებმა ნიმიცის კლასის ავიამზიდზე ჯორჯ ჰოუბუშზე ლოკუსტის ლაზერული სისტემა დაამონტაჟეს და გამოსცადეს. მიჩნეულია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზღვაო ძალებმა აქტიურად გამოიყენეს ასეთი ტიპის ტექნოლოგია ავიამზიდზე. ასევე ჩანს, რომ ეს არის საზღვაო ძალებში გრძელვადიანი სტრატეგიული ცვლილების ნაწილი, მიმართული ენერგიის იარაღებისკენ. საზღვაო ოპერაციების უფროსმა ადმირალმა დარელ კოდელმა 2026 წლის იანვარში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სურს მეტი ამერიკული სამხედრო გემი იყოს აღჭურვილი ლაზერული სისტემებით და რომ სწორედ ეს ლაზერები გახდნენ პირველი და ძირითადი თავდაცვითი ხაზი ახლო მანძილზე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ. ეს არის ჩემი მიზანი. თუ გემი ხედავს საფრთხეს, პირველი არჩევანი, რომელსაც გამოვიყენებთ, იქნება მიმართული ენერგია. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ ჰოუბუშზე ლოკუსტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2026 წლის აპრილში გავრცელდა, მიიჩნევა, რომ რეალური ტესტირება ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდა. საზღვაო ძალებმა გაავრცელეს სისტემის ადგილზე დამონტაჟებული ფოტოები და დამამხნევებელი წარწერა. საბრძოლოს როლის დროს ლოკუსტ LWS ლაზერულმა იარაღის სისტემამ ეფექტურად აღმოაჩინა თვალყური ადევნა, ცეცხლი გაუხსნა და გაანეიტრალა რამდენიმე უპილოტო საჰაერო აპარატი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ოპერაციული მიმართულებითი ენერგიის შესაძლებლობების დანერგვისკენ. AeroVironment-ის თავდაცვის ფირმის, რომელმაც ლოკუსტი შეიმუშავა, პრეს-რელიზში დამატებითი დეტალები იყო მოცემული. პალეტიზებული ლოკუსტ ლაზერული იარაღის სისტემის წარმატებული დემონსტრაცია USS George H.W. Bush-ის სპორტზე 2025 წლის ოქტომბერში ჩატარდა და აშშ-ს საზღვაო ძალებთან და აშშ-ს არმიის სწრაფი შესაძლებლობებისა და კრიტიკული ტექნოლოგიების ოფისთან თანამშრომლობით. განცხადებაში ასევე დადასტურდა, რომ ლოკუსტის პალეტიზებულმა მაღალი ენერგიის ლაზერულმა PPEL სისტემამ თვალიადევნა, შეუტია და გაანეიტრალა რამდენიმე სამიზნე დრონი, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ყველა დომენზე და პლატფორმაზე ოპერაციული მიმართული ენერგიის შესაძლებლობების დანერგვისკენ. კომპანიამ დაამატა, რომ ეს წარმატებული თესტები ადასტურებს, რომ ლოკუსტი არის პლატფორმაზე არამოკიდებული ინოვაცია, რომელსაც შეუძლია უპრობლემოდ გადაინაცვლოს ფიქსირებული ობიექტებიდან და სახმელეთო მობილური პლატფორმებიდან. როგორიცაა ერთიანი მსუბუქი ტაქტიკური მანქანა JLTV და კრეიტა ჯგუფის მანქანა ISV, მანევრირებადი ავიამზიდის დინამიკურ და მოთხოვნად გარემომდე. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნიშნავს, რომ ლოკუსტი ეფექტურად შეიძლება განთავსდეს თითქმის ყველგან, სადაც აშშ სჭირდება, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე. ის შეიძლება დამონტაჟდეს მომავალ საბრძოლო გემებზე და მომავალი თაობის ავიამზიდებზე, როგორც სტანდარტული თავდაცვითი სისტემა, ასევე სახმელეთო მანქანებზე, რომლებიც ყველა გარემოში იმავე მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ. მაგრამ სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ, როგორ მუშაობს ეს სისტემა და რა შეუძლია, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა საუკეთესო დროა ამისთვის. ეხლა ლოკუსტის ცენტრალური ელემენტია მიმართული ენერგიის ლაზერული იარავი, რომელიც განთავსებულია კოშკურაში და აღჭურვილია ჩაშენებული ელექტროოპტიკული და ინფრაწითელი ვიდეო კამერებით. ეს კამერები პასუხისმგებელნი არიან სამიზნეების პოვნაზე, იდენტიფიცირებასა და თვალყურის დევნებაზე, როდესაც ისინი სისტემის მოქმედების არეში შედიან. სხვადასხვა დამატებითი სენსორები, მათ შორის მაღალი სიხშირის რადარები და პასიური რადიოსიხშირის სიგნალის დეტექციის სისტემები ასევე ინტეგრირებულია ლოკუსტში და ეხმარება ლაზერის დამიზნებასა და კონტროლს, რომლის სიმძლავრეც სავარაუდოდ დაახლოებით 20 კილოვატია. ეს სინამდვილეში ლაზერის სიმძლავრის სპექტრის ქვედა ზღვარზეა, მაგრამ მოგატყუებთ ეს. ლოკუსტის ლაზერი მაინც საკმარისად ძლიერია, რომ მცირე დრონები მარტივად გაანადგუროს და ითქვა, რომ მისი სიმძლავრის გაზრდის შესაძლებლობაც არსებობს. სინამდვილეში სისტემა უკვე დემონსტრირებულია ოდნავ უფრო ძლიერი, 26 კილოვატიანი სიმძლავრით და შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენად მაღლა შეიძლება თეორიულად ავიდეს ამჟამინდელი ფორმისა და დიზაინის შენარჩუნების პირობებში. და საზღვაო ძალები არ არის აშშ-ს სამხედრო ძალების ერთადერთი შტო, რომელიც ამ საინტერესო მომავლის ტექნოლოგიას ცდის.
უკვე 2025 წლის დეკემბერში ცნობებმა დაადასტურა, რომ აშშ-ის არმია მიიღო პალეტიზებული ლოკუსტის ლაზერები. ასევე დამატებითი სისტემები, რომლებიც დამონტაჟებული იყო ტაქტიკურ და ქვეითთა ჯგუფის მანქანებზე, JLTV-ებსა და ISV-ებზე. საზღვაო ქვეითთა კორპუსმაც გამოხატა აქტიური ინტერესი JLTV-ზე დაფუძნებული ლოკუსტის სისტემების მიმართ, მაგრამ ლოკუსტის ავიამზიდზე განთავსების შესახებ ბოლო სიახლე არის პირველი შემთხვევა, როცა ოფიციალურად ხედავთ, რომ საზღვაო ძალები ამ ტიპის ტექნოლოგიაზე მუშაობს. ეს საინტერესო ნაბიჯია, თუმცა არა გასაკვირი, როცა გავითვალისწინებთ იმ მრავალ სარგებელს, რასაც ეს ლაზერები იძლევა. პირველ რიგში არსებობს ღირებულების მხრივ უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ლოკუსტის სისტემა IAP არ არის და ერთი ერთეულის ღირებულება დაახლოებით $8 მილიონ შეადგენს, ლაზერის საოცრად ხელმისაწვდომია. Aerovironment-მა გამოავლინა, რომ ერთი ენერგეტიკული გასროლის ღირებულება დაახლოებით $5 და ხშირად ეს საკმარისია დრონის გასანადგურებლად. $5 რომ გაანადგურო $50,000 საფრთხე. ეს წარმოუდგენელია და უსასრულოდ უკეთესია, ვიდრე $1 მილიონი რაკეტის გამოყენება იგივე მიზნის მისაღწევად. ასევე არსებობს არც თუ უმნიშვნელო ფაქტი, რომ ლაზერები განსხვავებით თოფებისგან, ტრადიციული საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან, ბომბდამშენებისა და სარაკეტო გამშვები დანადგარებისგან არასოდეს გამოელევათ საბრძოლო მასალა. მათ აქვთ შეუზღუდავი საბრძოლო მარაგი, სანამ საკმარისი ენერგია და გაგრილება აქვთ, რომ გამართულად იმუშაონ. ეს სისტემები შეუძლიათ ისროლონ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. არ არის საჭირო ხელახლა დატენვა, არც მომარაგება, არც ბაზაზე დაბრუნება და საათების განმავლობაში საბრძოლო მასალის ჩატვირთვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დრონების საფრთხის შემთხვევაში, რადგან დრონების წარმოება ძალიან იაფი და მარტივია, დიდი რაოდენობით. ჩვენ ნახეთ, როგორ უშვებენ ჰები ერთდროულად ათეულობით დრონს. რუსეთმა უკრაინაში კიდევ უფრო შორს წავიდა და ზოგჯერ ერთ ღამეში თითქმის 1000-მდე დრონი გაუშვა. ამ რაოდენობის წინააღმდეგ ტრადიციული საბრძოლო მასალებით ვერ იბრძოლებ. საჭიროა იარაღი, რომელიც ხშირად, იაფად და ყოველ გასროლას შორის შეფერხებების გარეშე ისვრის. აი რატომაცაა ლაზერები ამჟამად ესეთი ფასეული. ლოკუსტს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს – მოქნილობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის უკვე რამდენიმე ფორმატშია ნანახი, მაგალითად პალეტიზებული და კონტეინერიზებული სისტემები, რომლებიც მარტივად გადაადგილდება სხვადასხვა ადგილას. ასევე სისტემები, რომლებიც მანქანებზეა დამაგრებული. ლოკუსტი, რომელიც ავიამზიდ ჯორჯ ჰეიუ ბუშზე იყო ნანახი, უბრალოდ გააგორეს გემბანზე და რამდენიმე წუთში დაამაგრეს. ეს ნიშნავს, რომ ეს სისტემები მარტივად შეიძლება დამონტაჟდეს ან მოიხსნას საჭიროების მიხედვით მისიის მოთხოვნებიდან გამომდინარე. საგულისხმოა ისიც, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებითი ენერგიის სისტემაა, რომელსაც საზღვაო ძალები და ამერიკის შეიარაღებული ძალების სხვავლი ძალების სხვა დანაყოფები განიხილავენ და ცდიან. მაგალითად, 2024 წელს გავრცელებული ცნობებით, საზღვაო ძალებმა მაღალი ენერგიის ლაზერისა და ინტეგრირებული ოპტიკური დამაბრმავებლისა და სადაზვერვო ჰელიოსის სისტემის ტესტირება ჩაატარეს Arleigh Burke კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილ გამანადგურებელ USS Preble-ზე. ჰელიოსი დაახლოებით 3-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ლოკუსტი. მას აქვს 60 კილოვატიანი სიმძლავრე და შეუძლია შეუფერხებლად ინტეგრირდეს საზღვაო ძალების არსებულ Aegis საბრძოლოსთან ბრძოლო სისტემასთან. ის შეუძლია როგორც მტრის საფრთხეების დაბრმავება, რაც ძირითადად ნიშნავს მათი სენსორებისა, დბრებისა და კამერების დაბრმავებას და მათ დაცვას, მათი კრიტიკული კომპონენტების გახურებას, კონცენტრირებული ენერგიის სხივით, მანამ სანამ ისინი უბრალოდ გადახურდება და მწყობრიდან გამოვა. ტესტირებისას, ზუსტად როგორც ლოკუსტმა, ჰელიოსმა საჩვენა მაღალი ეფექტურობა უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლასა და მათ განეიტრალებაში. და ზუსტად როგორც ლოკუსტი, მიუხედავად იმისა, რომ თავად სისტემა საკმაოდ ძვირია, ჰელიოსის გამოყენება თითქმის არაფერს ხრის. აშშ-ში ასევე აქტიურად მუშაობს კიდევ უფრო დიდ და ძლიერ ლაზერულ სისტემებზე. მაგალითად, 2025 წლის ივნისში გამოცხადდა პროექტი სახელად Songbow, რომლის მიზანიცაა 400 კილოვატიანი ლაზერული სისტემის შექმნა. ეს იქნება დაახლოებით 7-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ჰელიოსი და დაახლოებით 20-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ლოკუსტი, რომელსაც შეიძლება არა მხოლოდ დრონების, არამედ სხვა მრავალი საფრთხის, მათ შორის ფრთოსანი რაკეტებისა და მცირე ნავების განადგურება. ამ ტექნოლოგიას რევოლუციური რომც უწოდოთ, ესეც კი მისი მნიშვნელობის სრულად შესაფასებლად საკმარისი არ იქნება, რადგან მისი პოტენციალი თითქმის უსაზღვროა. როგორც ადმირალი კოდლი აღნიშნავს, როდესაც სიმძლავრეს ზრდი, მიზანზე ზემოქმედებისა და ენერგიის შენარჩუნების უნარი, ასევე ლაზერის ეფექტურობა უბრალოდ იზრდება. ამის მიუხედავად, ლაზერებსაც აქვთ თავიანთი პრობლემები. თუ ისინი სრულყოფილები იქნებოდნენ, უკვე ფართოდ გამოიყენებდნენ აშშ-ის სამხედრო ძალებში და აღარ იქნებოდნენ მხოლოდ ტესტირების ან ექსპერიმენტულ ფაზაში. მაგალითად, ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ერთი ლაზერული სისტემა ერთდროულად მხოლოდ ერთ სამიზნეს შეიძლება დაუპირისპირდეს. ეს პრობლემა ხდება მაშინ, როცა საქმე გაქვს უზარმაზარ დრონების ჯგუფებთან, რომლებიც შეიძლება შედგებოდეს ათეულობით ან ასეულობით სამიზნისგან, რომლებიც ყველა სწრაფად მოძრაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ლაზერის გასროლას მხოლოდ წამის მცირე ნაწილი სჭირდება, სისტემას მაინც სჭირდება დრო, რომ სამიზნეებზე დაფიქსირდეს და მათ გააკონტროლოს, ასევე თითოეულ გამოყენებას შორის გასროლები გამოთვალოს. გარდა ამისა, ლაზერული იარაღების ერთ-ერთი ნაკლი, სუნცირე, მათი ამჟამინდელი ფორმით, ისაა, რომ სხივი რაც უფრო შორდება წყაროს, მით უფრო სუსტდება, რადგან თავად სხივი იწყებს გაფანტვას ან გავრცელებას, რაც ამცირებს მის სიმკვრივესა და ინტენსივობას.
ამაში ატმოსფეროს მონაწილეობს, რადგან ის შთანთქავს ან აფანტავს სინათლეს, როცა ის გადაადგილდება. საბრძოლო თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ ლაზერებს მტრის საფრთხეების ჩამოგდების საუკეთესო შანსი რომ კონდეთ, ან წყაროსთან უნდა კონდეთ დიდი სიმძლავრე, ან მხოლოდ მაშინ უნდა ისროლონ, როცა სამიზნე საკმაოდ ახლოსაა. ამასთან ერთად ლაზერებზე გავლენას ახდენს ამინდი და სხვა გარემო ფაქტორები. თუთუნი, მტვერი და წვიმა ყველა ხელს უშლის ლაზერის სიმძლავრესა და სიზუსტეს, რაც კიდევ უფრო ამცირებს მის მოქმედების არეს და ზღუდავს ეფექტურობას. გარდა ამისა, ამ სისტემებს აქვთ საკმაოდ ნაზი კომპონენტი. მაგალითად, ლაზერებს ხშირად სჭირდებათ მგრძნობიარე ოპტიკა, სწორად ფუნქციონირებისთვის. და არსებობს ეჭვები, თუ რამდენად გაუძლებენ ასეთი ნაწილები, როდესაც ისინი დამაგრებულია სამხედრო გემებზე და იძულებულნი არიან დიდი ხნით დარჩნენ ზღვაში, სადაც ექვემდებარებიან ბუნებრივ პირობებსა და მარილიან ზღვის ჰაერს. მიუხედავად ამ პრობლემებისა, ლოკუსტის მსგავსი ლაზერები გარდაულად უფრო ფართოდ განთავსდება და უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული მომავალ წლებში. და ეს მსოფლიოს წამყვან სამხედრო ინჟინერებსა და დეველოპერებს დაევალებათ, რომ იპოვონ გზები მათი შეზღუდვების დასაძლებად ან გვერდის ასავლელად. და რადგან ამ საქმეზე უკვე მუშაობენ საუკეთესო გონები, ხოლო უმაღლეს დონეზე აშკარა სურვილია ლაზერების უფრო ფართოდ ინტეგრაციისთვის საზღვაო ძალებსა და მის ფარგლებს გარეთ, დიდი ალბათობით ამ მიმართულებით აშატეჩო იქნება ლიდერი. გარდა ამისა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზაა იმ მრავალთაგან, რომლითაც საზღვაო ძალები აუნჯობესებს თავის საბრძოლო ხომალდებს, გამანადგურებლებსა და ავიამზიდებს, რათა ისინი უფრო მდგრადი გახდნენ დრონების მიმართ. კლავაც უკრაინის მაგალითით შთაგონებულმა აშშ-მ ასევე დაიწყო გადამჭერი დრონების ტესტირება და დანერგვა. მაგალითად, 2025 წლის მარტში USS Gerald R. Ford-ის ავიამზიდის დარტყმის ჯგუფში შემავალ 3 არლიბერკის კლასის გამანადგურებელზე დააფიქსირეს ახალი გამშვების სისტემები, არა მხოლოდ რაკეტებისთვის, არამედ დრონებისთვისაც. სწორედ Raytheon-ის Coyote Block 2 და Anduril-ის Roadrunner დრონები. ორივე მათგანი ანტიდრონული გადამჭერი დრონებია, რომლებიც შექმნილია მხოლოდ ერთი მიზნისთვის: მტრის დრონების აღმოჩენა და განადგურება, მანამ სანამ ისინი მიზანს მიაღწევენ. და ორივე საოცრად კარგად ასრულებს თავის საქმეს. მაგალითად, Coyote მაქსიმალურ სიჩქარეს 370 მილის საათში აღწევს. შიგნით მას აქვს 4 ფუნტიანი აფეთქებითი ფრაგმენტაციის საბრძოლო ნაწილი, სიახლოვის დეტონატორით. და როგორც კი ის საკმარისად მიუახლოვდება მტრის დრონს, ეს საბრძოლო ნაწილი ფეთქდება, აფეთქებს თავად Coyote-საც და იმ მტრის დრონსაც, რომელსაც უბედურად იმ ტერიტორიაზე ყოფნა მოუწია. შეიძლება ითქვას, რომ Roadrunner-ი კიდევ უფრო უკეთესია. 2 თურბოჯეტიანი გადამჭერი დრონია, რომელსაც შეუძლია გაშვება, სამიზნის მოძებნა და მტრის უპილოტო საფრენი აპარატებთან ბრძოლა, როგორც ხელით მართვის, ასევე ავტონომიურად, საკუთარი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მას ასევე აქვს ბაზაზე დაბრუნების უნარი, თუ დროულად ვერ იპოვის სამიზნეს. შეუძლია უსაფრთხოდ დაჯდეს ბაზაზე, შეივსოს საწვავით და შემდეგ კვლავ წავიდეს ახალ ნადირობაზე. $500,000 საკმაოდ ძვირია დრონისთვის, მაგრამ მაინც ბევრად იაფია ვიდრე გადამჭერი რაკეტა. და ამ უნიკალური თავდაცვის ფორმებით ავიამზიდებსა და სამხედრო გემებზე აშშ-ის საზღვაო ფლოტი ნამდვილად ახალ ეპოქაში შედის. ეპოქა, რომელსაც განსაზღვრავს არა საბრძოლო თავების ზომა ან რაკეტების ფასი, არამედ სისტემები, რომლებიც უფრო ეფექტურია და ეკონომიურად გამართლებული, ვიდრე ყველაფერი, რაც აქამდე არსებობდა. ეხლა შეგიძლიათ გაიგოთ კიდევ ერთი საინტერესო ამერიკული სამხედრო ინოვაციის შესახებ ამიდევან ვიდეოში, რომელიც განიხილავს ირანის თავზე უმაღლესი საიდუმლო სადაზვერვო დრონის სავარაუდო განთავსებას. სხვა მხრივ შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, რათა გაიგოთ, როგორ გახდა ამერიკული სამხედრო ტექნიკის უფრო ტრადიციული ნაწილი F-22 გამანადგურებელი, ყველაზე ძლიერი და დომინანტი თვითმფრინავი დედამიწაზე. და მეტი სამხედრო ანალიზისთვის, ხედვებისა და უახლესი სიახლეებისათვის, დარწმუნდით, რომ დღესვე გამოიწერეთ არხი სამხედრო შოუ.